საქართველოში დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, ეპოქალური პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, გარდამტეხი პერიოდია, ურთულეს ფაზაში ვარ ჩესული, არ არის მარტივი ნახევარი საუკუნე მართა ჩვენმა პატრიარქმა დედა ეკლესია, რასაც ქვია სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და მოდი პატრიარქზე მის ხვაწლზე დავიწყოთ და მოვყვეთ პატრიარქის არჩევნებამდე მოვიდეთ. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ მივესალმები შენს მსმენელს, მაყურებელს, ყოველთვის მიხარია თქვენთან გამოჩენა, თქვენთან ყოფნა. საქართველოში არის საკმაოდ მძიმე დროება, დამდგარი. აი გარდამავალ კარდინალურ ეტაპზე იმყოფება ეხლა მაინც ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით 1977 წლიდან მოყოლებული პატრიარქის ღვაწლი ბუნებრივია რომ იყო ძალზე დიდი. პატრიარქმა ზოგადად მთელი აი ამ თითქმის ნახევარი საუკუნის 50 წლის მანძილზე თავისებური ეპოქა შექმნა, სადაც იყო ძალიან ბევრი სიკეთე, სწორი გადაწყვეტილებები, იყო ცოტა პოლიტიკურად ხანდახან გაუმართავი ნაბიჯებიც ზოგიერთისთვის ბუნებრივია. დაპირისპირება იგივე თუნდაც მაშინდელ ეროვნულ ფლანგთან და მოკლედ სხვადასხვა სასულიერო პირებთანაც და მოკლედ ასე შემდგომ ამის სინთეზში ხა მე ბოლომდე აღარ შევალ, იმიტომ რომ წინა ეთერებში ჩვენ ამაზე ასე თუ ისე საკმაოდ ბევრი გვაქვს თეკლა ნასაუბრები. ასე იყო თუ ისე მივიღეთ ის საბოლოოდ რაც მივიღეთ, ხო მგონი და ეს ადამიანი რომ იყო თავისებური დიდი გავლენის, ავტორიტეტის, ამავდროულად ფასდაუდებელი მოღვაწე, მოდი ამაზე მე მგონი ყველა უნდა შევთანხმდეთ, ხო? იმიტომ რომ ძალიან რთულია მოხვიდე ესეთ გაჩანაგებულ ქვეყანაში დაუპირისპირდე საბჭოთა უძლიერეს მანქანას და შექმნა რაც გააკეთა ეხა ამ ადამიანმა უნდა დავაფასოთ რა. უამრავი ეკლესია, მონასტერი, ეპარქიები, სამთავროები, რა ვიცი, აი სასულიერო სასემინარიო კუთხითაც, საგანმანათლებლო კუთხითაც, საერთაშორისო ასპარეზზეც მე უფრო გამიხარდებოდა თუ ჩვენს პატრიარქს მოусმენდნენ ერთ-ერთი ესეთი სახუმარო ეპიზოდია პატრიარქო ტელეფონზე ყველაფერს ნოიტყვითო გისმენენო და მთელი ცხოვრება მაგას ვიძახიო კაცო მომისმინეთო და თუ მომისმენთო ეხლა მაგას რა ჯობიაო ხო? დღეს რა მოცემულობა გვაქვს? დღეს შედგა არჩევნების პირველი ეტაპი, სადაც სამი მნიშვნელოვანი კანდიდატი იღებდა ხო მონაწილეობას. პირველი ეს არის მიტროპოლიტი ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო 1969 წლის 1 თებერვალს დაბადებული. 57 წლის 2003 წლიდან არის სწორედაც რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი. სხვათა შორის მას აქვს საინტერესო ბიოგრაფია იმ კუთხითაც რომ ეს ადამიანი ვინც არიცით გეტყვით რომ გახლავთ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამრევლოს ასე ვთქვათ მღვდელმთავარი. 91 წელს აქვს დამთავრებული კონსერვატორია, 90-იან წლებში 93 წელს ბერად აღიკვეცა და დაარქვეს სახელი მას შიო. 99 წელს დაამთავრა ბათუმის სასულიერო სემინარია. შემდგომ 2000-იან წლებიდან იწყება მისი აღმასვლის პერიოდი როგორც სასულიერო იერარქის. იყო უამრავი ეკლესია მონასტრის წინამძღვარიც და საბოლოო ჯამში 2017 წელს ჩვენ დავინახეთ რომ ეს ადამიანი გახდა ასე ვთქვათ პატრიარქის მოსაყდრე. ეხლა ბევრ პიროვნებას აქვს იმის კითხვა აწუხებს რომ მოსაყდრეობა ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ადამიანი უნდა იყოს პატრიარქი, შემდგომი პატრიარქი? არა და ნებისმიერ თეოლოგი მათ შორის სასულიერო პირი მოღვაწეც
მე და არა მარტო მე დამეთანხმება და ვინც იტყვის ყოველს დაეთანხმებიან ახლა დარწმუნებული ვარ მოსაყდრეობა აი ნიშნავს რას, როდესაც პატრიარქი ან გარდაიცვლება დროებით, ან პატრიარქი სიცოცხლეშივე, როდესაც თავად აღარ შეუძლია, აღარ შესწევს ხო ადამიანს იმის ძალა, რომ ინდივიდუალურად მართოს მისი სამწყსო, დროებითი ფუნქცია მოვალეობის შემსრულებელი ხდება მოსაყდრე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით მან გაინაღდა პატრიარქობა რა. ეს არის ნდობით აღჭურვილი პირი, ვინც უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია. არის ეხა შემდგომი კანდიდატი იყო ესეთი მიტროპოლიტი იობი, დაბადებული 1960 წელს. მოდი ამ მცირედ ბიოგრაფიას ვიტყვი რამდენიმე წიანდებით რომ იცოდნენ ჩვენმა. იგი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია. ხო, მე გადავალ უშუალოდ საჭიროების ამბებზე, ვინ გვჭირდება საქართველოსთვის რა არის ყველაზე მისაღები და ყველაზე სასიამოვნო დღევანდელ რთულ პერიოდში რა არის, როგორი უნდა იყოს დღევანდელობაში დანიში და რა წონა უნდა ჰქონდეს ხო მას. აი ეს მიტროპოლიტი იობი არჩეულებრივი პიროვნება 1960 წლის 29 მაისს დაბადებული სტეფანწმინდა სოფელი სნო რუის ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტია. სხვათა შორის ვინც აი ვერ ერკვევით ახლა ამ ინფორმაციებში დამატებით ვიტყვი რომ ეს ადამიანი არის საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო წიგნებისა და შესწავლის რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე, საგანმანათლებლო წიგნიერების ამბავშიც დიდი წვლილი მიუძღვის და საერთოდ 70-იან წლებში ჯერ კიდე ისწავლობდა სასოფლო-სამეურნეო განხრით ეკონომიკის ფაკულტეტზე, 80-იან წლებში დაიწყო სიონის საკათედრო ტაძარში მსახურება და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მერე მან დაიწყო უშუალოდ თვითონ საპატრიარქოშიც მუშაობა და 96 წლიდან გახდა აი ამ მთელი ეპარქიის ასე ვთქვათ მართველი და საკმაოდ დიდი თანამდებობა უკავია დღემდე. ბოლო მართველი, ვიზეც უნდა შევჯერდეთ, ეს არის მიტროპოლიტი გრიგოლი ხო ბერბიჭაშვილი 18 ივლისი 1956 წელი 70 წლის არის ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტია თვითონ. მთავარი ეპისკოპოსი გახდა 2013 წლის 7 სექტემბერს. ის მსახურობდა 74-76 წლებში უკრაინაში, კრივი რიხის საავიაციო სასწავლებელში. სხვათა შორის ახალი უნივერსიტეტის რექტორია აგრეთვე თვითონ, მე როგორც ვიცი, ჩემი კავშირებით მაქვს წვდომა და ესეც მეტად განათლებული და დადებითი პიროვნებაა რა. ეხლა იცი რა განმარტო აუცილებლად მინდა ამასაც გაუსვა ხაზი რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს და რომელი უფრო აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, იმიტომ რომ საზოგადოების 99%-მა არ იცის ეს ყველაფერი და თუ შეგიძლია აქაც რო ჩახვიდე ცოტა და იცი რა არის ხაზგასმით ვამბობ, ეხლა ამაზე უფრო თეოლოგები ისაუბრებენ ალბათ თეკლა რა. მე ერთადერთი რაც აღნიშნე იმის იქით აღარ წავალ, რომ მოსაყდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად შენ უნდა იყო პატრიარქი. ამას არ ნიშნავს. მე რომ ამას ვიძახი, ვიღაცამ ისე არ გაიგოს, რომ ეხლა ხარე ვარ ამ შემთხვევაში, ან რაღაც კონკრეტული ის მაქვს ხო, გამოყოფილი მიმართულება და ასე შემდგომ. არა, ჩვენ თუ საუბრობთ სამართლებრივად, მოდი ვისაუბროთ ბოლომდე სამართლებრივად და დავაფიქსიროთ ხო ჩვენი პოზიცია და ეხლა საქართველოს ვინ ჭირდება და როგორი პატრიარქი. ნახე, როდესაც მეუფე შიოზე, აი ბოლო დროს არის წამოსული ამხელა აგრესია, ხო თუნდაც. რატომ არის ეხლა ამხელა აგრესია წამოსული? იმიტომ რომ მეუფე შიო 2017 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე
გახლავთ ჩემო კარგო პატრიარქის აგერ ფუნქცია მოვალეობის შემსრულებელი, ხო? 9 წლის განმავლობაში როგორც კონსერვატორულმა, ასევე ნეოლიბერალურმა ფლანგმა თითქოს ერთიანი ძალებით ესე მოხდა რა ამ პერიოდში, თუ დააკვირდებით თქვენ სოციალურ ქსელებსაც, გამოიტანთ ხო ალბათ დასკვნებს. ერთიანად ამოიღეს, ამოქეკეს ყველა არქივი და იცი რა არის ახლა ეს ადამიანი არსად არ ფიგურირებს. ანუ ნახე 2017 წლიდან 2026 წლამდე რამდენი რაღაც მოხდა, ხო? მსოფლიოში, საქართველოში, განსაკუთრებით ალბათ საქართველოს ამბავს უნდა შევეხოთ და ყველაზე მძიმე რაც იყო მსოფლიოსთვის, ეს ომი იქნება, კორონავირუსი გავიარეთ, სხვადასხვა არაბული ინვესტიციების თემა ბოლო პერიოდში რაც ჰქონდა, რა ვიცი, ეკონომიკური პრობლემები, მიგრაციის საკითხები, შობადობის საკითხები, ტკივნეულ ამბებს ვამბობ ახლა მე თვითონაც ვასახელებ, ხო? აი ამ ამბებში ფაქტობრივად პოლიტიკურ განცხადებებს ეს ადამიანი ვერ გეტყვითერიდება, თვითონ გაურბის, მისი პოზიცია თუ რა ვერ გეტყვით, არ ვიცი, ახლა რაზეც არ მაქვს ცდომა მე იმაზე ვერ ჩავალ სიღრმეში, მაგრამ ფაქტია რომ ეს პიროვნება არსად არ არის რა, აი ფიგურირების კუთხით წინახაზი არსად არ არის და მე მგონი ახლა ვინც დააფიქსირებს ხო აი ამ მოსაზრებას რომ აი 9 წლის მანძილზე მაგალითად რა შექმნა ხო ამ ადამიანმა, იმიტომ რომ ეს პატრა პოზიცია არ არის, ფაქტობრივად შენ თვითონ ხარ ქვეყნის თანამმართველი, ხო ესეა რა? ხო და არ ვიცი ვერ გეტყვით რა სახის ასე ვთქვათ პოზიცია უკავია მას. ამიტომ საქართველოს ჭირდება პატრიარქი, რომელიც ერთპიროვნული აი ბოდიში ხა ესეთი სიტყვისთვის, მაგრამ ყურის მონაკი, ყურმოჭრილი მონაკი არ იქნება ნებისმიერი ხელისუფალის. ეს დღევანდელი ხელისუფალი იქნება, შემდგომი ვინც მოვა, თუ ასე შემდგომ. არამედ ჭირდება ისეთი პატრიარქი, რომელიც აი ასეთ პრობლემებზე, ხო რა პრობლემების მე წამოვწიე ხა წინახაზე, გამახვილებს ყურადღებას, გამიგე? რომელიც იქნება აი როგორც მისი ენა უნდა იყოს מחვილი. ხო? შენ როდესაც დაინახავ რომ ქვეყანა არის გადაშენების პირას, ქვეყანას ძალიან უჭირს, იმყოფება რთულ მდგომარეობაში. ამ დროს შენ უნდა იყო პოზიციის დამაფიქსირებელი. ქართველი ხალხი შენ გენდობოდეს თუ ვერ უნდა გენდობოდეს, ხვდები? ქალბატონო სოფიკო, მე არ ვიცი ხარ ისიერიდება ბოდიში ხა ეს რო არ მეთქვა, ხა რო არ გავცე პასუხი არ შემიძლია. მე ვამბობ ჩემო კარგო იმას, რაც არის ბოლო პერიოდებში დაფიქსირებული და ჩემი სფერო არის ანალიზი, ანალიტიკური კუთხით და მე მგონი ეს ადამიანები არ არიან, ხო ეხლა მოდი ისიც ვთქვათ, თუნდაც მეუფეშიოზე რეალურად აგერო კორონავირუსის დროს PCR ტესტი თუ არ ქონდა გაკეთებული, სამწუხაროდ ვერ იდგებოდი იმაზე, რა ქვია, მეგონა მხოლოდ მე ვიცოდი ეგ. ხო, წირვაზე ვერ იდგებოდი რა. მოდი ესეც ვთქვათ, ხო? დედა თამარს მოусმინეთ თუნდაც აგერ, რომელიც უბრწყინვალესი პიროვნებაა და ნახოთ აბა მის შესახებ კიდე სხვა ადამიანებს და სხვა იერარქებს, ოღონდ მე ისეთ იერარქებზე არ მაქვს, ჩემო კარგო აქვს საუბარი, რომლებიც არიან სუბიექტურები. ობიექტურად რას ამბობენ, ხო ესეა რა? მოусმინოთ სხვებსაც და ვნახოთ. ბრმად კი არ უნდა მიენდო ვიღაცას და რაღაცას, არამედ ცოტა სხვანაირი ანალიზი უნდა გააკეთო. საქართველოს ჭირდება დღეს მართველი, ძლიერი პატრიარქი, თუ ეს იქნება შიო ღვთისნებით, ჩვენ ბუნებრივია რომ ის გადაგვჩენია დავემორჩილოთ უფლისნებას, უფლისგანგებას და ვნახოთ, ხო? რა შეუძლია რომ მას შემოგთავაზოს. იქნება იობი, შევხედოთ იობს. ხა მე იობთან რა გადაკვეთაც მქონია, იობი და მათ შორის ეს გრიგოლი ორივე, ვინც დავასახელე. და ჩემს სამეგობროსაც, ჩემს სანაცნობოსაც და იმ ადამიანებს
ვისთან ერთადაც მე გარკვეული ამა თუ იმ სახის მოლაპარაკებებში ან ზოგადად საქმეებში მიმიღია მონაწილეობა, კარგის მეტი ამ ხალხს არაფერი არ აქვს გაკეთებული. ახლოსაც გამიტარებია რამდენიმე პროექტი და საკმაოდ განსაკუთრებით მეუფე იობი, ხო? ძალიან პატრიოტული, ძალიან დიდი ეროვნული სულისკვეთების პიროვნება. ეს ის მეუფე იობია, რომელიც ვერ გავიგე ხა მოსაყდრეობაზე ნაკლები ფუნქციაა მიტროპოლიტობა? ასე არ არის თეკლა? მოსაყდრეობაზე ნაკლებ ფუნქციაში ხარ, როდესაც შენ მიტროპოლიტი ხარ? ხო? თვითონ იღებდა ხმას, ხო, თვითონ იღებდა ხმას, რა ქვია, ამ კორონას თემაზეც, თვითონ იღებდა ხმას ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ჩაბუდებულ, რა ვიცი, განცხადებებს აკეთებდა ანტიკალთულ, ყველგან იდგა, ანუ მაგის თქმა მინდა, რომ ყველგან იდგა რეალურად, ყველგან იდგა, სადაც უნდა მდგარიყო. არ დაუკლია არაფერი რა, აი ბასრი ხმალი ცხელი ისრები რო იტყვიან რა. ომში იყო ყველგან და რასაც შემოგარგო მე ჩემი თვალით ვხედავ, იმას ვიძახი, ხო? მე გამიხარდებოდა უფრო მეტად რომ მდგარიყო, ასე ვთქვათ, მეუფეშიო მაგალითად ბოლო 9 წლის განმავლობაში აი ამ ბრძოლის ველზე. ეს მომენტია, თორე მე შეიძლება სულაც რომ მოვიდეს შიო, შეიძლება სულაც უკეთესი გააკეთოს და სულაც იყოს გაცილებით უფრო ძლიერი მართველი. მე ვიძახი იმას, მის 9 წლიან ეპოქას ვაფასებ, ჯერ ხვდებით ხო როგორი მომენტია. თორე მე შიოს ეხლა რაღაც განაჩენი კი არ გამომაქვს. ეს არის შეფასება. ეხლა მე ვინა ვარ, ეხლა გეხვეწები განაჩენი რო გამოუტანო, ხა ეს არის შეფასება, ხო? რომ 9 წლის მანძილზე გინდა არ გინდა და არც მანამდე აი ხომ ამბობენ იმას რომ მანამდე დიდად გაგონილიც არ ქონდა მიუხედავად არა არც მანამდე აი ითელა ის იყო კაცო რა ქვია აგერ ხო გეუნები მიტროპოლიტი იყო იმისი ხო რა ქვია დასავლეთში ჩხოროწყუს არა და ზელანდიას ეს საუკეთესო ჩხოროწყუს და იმისი რა ქვია მიტროპოლიტი იყო რა და მანამდეც რამდენი სენაკი და ჩხოროწყუ და მანამდეც რამდენი წოდება ჰქონდა ხო მე მოვიძიე თქვენგან გასხოვებით აი ვინც ხართ მანდ იმიტომ რომ დღეს რო უნდა გქონოდა ეთერი და რო ვიცოდი რომ ეს ძირითადი კანდიდატები იყვნენ მოძიებული მქონდა კაცო ინფორმაცია რომ რა მაგალითად ვისაუბრო ხო კონკრეტულად აი ამ ადამიანებზე რა ვთქვა ხო და ბიოგრაფიაში ამოდის რომ ეს კაცი არის სუფთა არ ვიცი რანაირად არის სუფთა როგორ რანაირად რა ვიცი ვერ გეტყვით მე წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ ნუ ესეა რა ხო აი ეს ყველას აწუხებს ანუ ნებისმიერი როგორც ორივე ფლანგის წარმომადგენელს იცი როგორც მემარჯვენეებს აგრეთვე მემარცხენეებს ეს ობიექტურად ვიზახი ამას და ზედმეტი მიუკერძოების გარეშე ობიექტურად გეუბნებით აბა მოიცა რა ხოთ რა კითხვა კი მეუფე იობი მაგით ვთქვი ბრწყინვალე პიროვნება ასევე მეუფე გრიგოლის ძალიან კარგი ადამიანია მე მქონია მეთქი ხო გადაკვეთა გეუბნებით და ჩემი ასე ვთქვათ იმით როგორც სანაცნობო ასევე პირადი ჩემი გავლენები იქნება ეს მოლაპარაკებების პროცესი იქნება თუ სხვა იბატონო ბრწყინვალე ადამიანები არიან მეუფე შიოსადმი ვეძებდი ხალხო თუ გინდა დაიჯერეთ თუ გინდათ ნუ დაიჯერებთ დიდი ხნის განმავლობაში რომ აი თქვენ დამისახელეთ მოდი იმას თავი დავანებოთ ხო კონკრეტულად შევეშვათ მაგალითად სად ამოიღო ხმა და სად არ ამოიღო ხმა ხო შევეშვათ არ ვიცი ვისი მხარდაჭერია ეს რა ქვია სალომე ანუ პოლიტიკურად მეკითხებით ამას მხარდაჭერები არიან არ ვიხილავ არ ვეხები ანუ მე გეუბნებით რას რომ ზუსტად პოლიტიკურად ამოიღებს ერთიც და მეორეც ხმას თუ საქმეზე მიდგება თუ ეს გაინტერესებთ მაგრამ აქტიურად ახლა ვისი მხარდამჭერები იყვნენ როგორ და რანაირად ხო ეს ვერ გეტყვით ამას შეგვიძლია რომ სხვა ეთერში ვისაუბროთ ნახე რისი თქვა მინდოდა კიდე შიოზე კონკრეტულად რომ შევეშვათ სად იდგა და სად არ იდგა ამას თავი დავანებოთ ხო ერთი მეგა პროექტი მითხარით აი მეგა პროექტი 9 წლის განმავლობაში კარგი თუნდაც ხო იმაზე არა მაქვს ახლა საუბარი რომ
ვიღაცას დაეხმარა, ეკლესია ააშენა, ნუ რაც კარგია კი ბატონო, თუ ეკლესიას ააშენებს და თუ ვინმეს დაეხმარება და თუ რაღაც კარგი გაკეთდება, ამას რა თქმა უნდა გასულ საუბარი, მაგრამ მეგა პროექტზე მაქვს საუბარი, აი ტოპ პროექტი ნიშნავს რას, რომ აი ადამიანი გამოვიდა და რაღაც დიდ ასე ვთქვათ ეროვნულ მშენებლობაში მიიღო, ხო? მონაწილეობა. აი რაღაც დიდი შეიქმნა, ხო? რითაც აი 9 წლის განმავლობაში დაგამახსოვრებს ეს ადამიანი თავს და იტყვი იმას, რომ კი, შენ ღირსეული შემცვლელი შეგიძლია რომ იყო. ხო, 9 წელი თეკლა არის მიშენი ხმა. 9 წელი ცოტა დრო არ არის. 9 წელი ცოტა დრო არ არის და თქვით კაცო, ანუ მე ხო გამიცანით ამდენი ხანი მსმენელებმა არა ვარის პიროვნება ვიღაცას არ მოგისმინოთ. არა ვარის პიროვნება ვიღაცასთან კამათში და ჩხუბში შემოვიდე. არა ვარ, ეს ჩემი საქმე არ არის, მე გეუბნებით ფაქტებს უბრალოდ. ამ ხნის განმავლობაში მსგავსი თქვენ თუ მოიძიებთ რამეს, მითხარით და გავეცნობი. მე არსად არ მინახავს ეს ადამიანი რა. ხო და ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს. ისიც სათუო არ ვიცი ეს ვინ თქვა რომ პატრიარქის გინდა თუ არა ანდერძი იყო ეს თუ რაღაც ესეთი ანუ ეს მსგავსიც ვერ ოფიციალური არანაირი ანდერძი არ ოფიციალური არანაირი ანდერძი არ იყო მსგავსი და იმასაც ვიტყვი კიდე რეალურად რომ მოსაყდრეობა აქედანვე გეუბნებით რა ეს შეგიძლიათ რომ გადახედოთ საეკლესიო უწყებებში თეოლოგებიც დამიდასტურებენ ხო არ ნიშნავს იმას რომ გინდა თუ არა შენ უნდა იყო მაინც და მაინც პატრიარქი ამას თვითონ სხვა ეპისკოპოსებიც ამბობენ კაცო ამიტომ მე ვამბობ რას შეხედე ვიღაცამ რო არ იფიქროს რა კიდე რომ ეს ვიღაცა ამას მოსწონს ვიღაცის მტერია ვიღაცის არავის მტერი არა ვარ ჯერ ეს ერთი და ასე ვთქვათ პატრიარქმა კი არ დანიშნა ასეთი პასიური მოსაყდრე. იქ კიდე ბევრი რაღაც მოხდა, იმიტომ რომ აქ არის უკვე სოციალურად არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანი რეგიონის გავლენებიც. ხო, აი ეს ძალიან ვრცელი თემაა და ამაზე ხა ეკატერინე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ ბოდიშის მოხდით და როდესაც მიიღეს, ნუ ესეთი ასე ვთქვათ, მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგომა, ნუ რა ვიცი, აი ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ცალკე ამაზე რომ დავიწყო, ხა ვერ ჩავალთ ბოლომდე რა. ერთადერთი მე რასაც ვიტყვი, არის კონკრეტულად რა, საქართველოს ჭირდება დღეს ისეთი პატრიარქი, რომელიც ასე ვთქვათ, ქვეყანას დააყენებს სულიერად ფეხზე, გამოიყვანს აი ამ ჭაობიდან, რთული მდგომარეობიდან, რომელიც ბიჭო ხაზგასმით იტყვის ხო იმას, რომ აქ უკვე მარტო ხელისუფალი კი აღარ არის შემოსული, არამედ თუნდაც ეს ორგანიზაცია იქნება, ეს იქნება უშუალოდ რომელიმე რა ვიცი ჯგუფი, თემი, აგორებული რაღაც სკანდალები ქვეყანაში, აი ყველას, ხო, აი ყველას და ყველაფერს, ვინც ასე ვთქვათ, რა ვიცი, აი ვისაც შეეწინააღმდეგება რა, აი ამაზე უნდა იყოს ძირითადი აქცენტი ალბათ გაკეთებული, რომ იყოს მოწინააღმდეგე და მოქიშპე და არ იყოს მაგალითად ისეთი ყურმოჭრილი მონის როლში. დღეს ესეთი პატრიარქი ჭირდება ქვეყანას. ხო, აქ ბერბიჭაშვილს რაც შეეხება ეხა გრიგოლის, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ადამიანს ვიცნობ საგანმანათლებლო კუთხით მეთქი გითხარით, ხო? რაც ვიცი თქვენდალოცვილი შვილებო იმას გეუბნებით. რაც არ ვიცი, რაზე გითხრათ ეხლა და რაზე გესაუბროთ, ხო? ვიცნობდე მაგალითად ამ მეუფეშიოს, ვიტყოდი რომ ვიცნობ მეთქი და უფრო სხვანაირად ვისაუბრებდი და მე გეუბნებით ელემენტარულად კონკრეტული ფაქტებიდან და გეუბნებით ანალიზიდან, ხო? რა იყო 2017 წლამდე და აგერ დაგისვით კიდეც კითხვა, ხო? დაგისვით თქვენ კითხვა, რომ 2017 წლამდე იცით ეს ადამიანი ვინ იყო და სადმე ამოუღია ხმა? გეუნებით და გითხარით, რომ ქონდა დიდი წოდებები. 2017 წლიდან კიდე დიდი წოდებები ქონდა. ბიჭო, მე კი არა ვარ მაგ ადამიანის მსაჯული. მე გეუბნებით, ანალიზს გეუბნებით, ხო, ელემენტარულად, რომ რამეში მეთქი. რამდენად მოგწონს და არ მოგწონს. რა მომწონს და რა არ მომწონს, მაგას ვეხები მე ვეხები რეალურად, ხო, აი რა სახის პროექტები აქვს ამ ადამიანს გატარებული? სად მიიღო მონაწილეობა, ქვეყანას უამრავჯერ უჭირდა და განცხადებაც თუ გაუკეთებია მეთქი რამე მაგაზე მაქვს, ხო? კორონავირუსის დროს აგერ ფაქტებია თვითმხილველები არსებობენ და თეკლა შენი პირით იძახი რომ PCR ტესტი თუ არ ქონდა გაკეთებული, ვერ იდგებოდი მეთქი იმ იმაზე, რა ქვია, ლოცვაზე.
მეტი რა გითხრათ მეგონა არ იყო ესე გახმაურებული ეს მეტი რა გითხრათ ეხლა თქვენ და ეხლა ვიღაცას ჩემთან თუ უნდა ადამიანს ვინმეს ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი რა ხო და მე სამართლიანობის ჭრილში და ეს მე სუბიექტურობა არ მაინტერესებს ხვდები მაინტერესებს ობიექტური რეალობა ხო და ობიექტურად გეუბნებით რომ აგერ იობს მეთქი მაგალითად მიუღია უამრავ ბოლო იობს 1000 ჯერ აქვს კიდე ნათქვამი მათ შორის პატრიარქის სიტყვები აქვს გამტკიცებული ხო აი ბოლო ჟამთან დაკავშირებით ისაუბრა რაღაც საოცრად რა მაგ ადამიანმა და იგივე კორონას თემაში და კიდე უამრავ თემაში ისაუბრა ესე იგი რაღაც აი ზღაპრულად და რა ვიცი არაბების თემა იქნება თუ მოსახლეობის სიმცირის თემა იქნება თუ უამრავი თემა ხო ესე არ არის ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე გინდა თუ არა აბა იობს უჭერ მხარს რა ვიცი აი მოსაყდრეზე ითხოვ და ცოტა სუდად გაიგო ამ ადამიანმა ისე რა ქვია ალბათ რაღაც შეთეკლა შენ შეგიძლია მე გასცე პასუხი ხო ძირითადი ესე იგი რაც მინდოდა მეთქვა მე მგონი 17 მაისს არის თუ როდის არის ანუ საბოლოო ისა მე არა ჯერ არ დაუსახელებიათ მე მგონი ანუ მეორე ტური არის ზუსტად აღარ მახსოვს ანუ მაისის მეორე მიდოს ინფორმაცია და ეხლავე გადავხედავ ერთი წამით როგორც მახსოვს 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ ხო 17 მაისამდე ღმერთმა ქნას რეალურად რომ ასე ვთქვათ ჩვენ ყავდეს საქართველოს ისეთი პატრიარქი, რომელი პატრიარქიც კაცო იქნება ამ ქვეყნის ნამდვილი შუქურა, ხო? მერთმა ქნას თორე. მე იმის რა ქვია, თეკლა იმედი არ მაქვს, ეხლა აქ ვინც ლაპარაკობს, რომ ჩემს საუბარს ყველა გაიგებს რა. ანუ ადამიანი გელაპარაკებით ანალიზით და ფაქტებით და ანუ ისეთ რაღაცებს აბრეხვებთ, რომ არა, ნახე ასე დროს არ უნდა მიაქციო ყველა. არც მიაქციო, ანუ ჯობია, იმიტომ რომ მე სხვა დროს კიდე გადახედეთ და თქვენ თუ ანალიტიკური აზროვნება და შეფასება გაქვთ, მიხვდებით რომ კონკრეტულად ეს არის დასი ლოგიკური შეკითხვა. ლოგიკური ხმაურიანი საქვეყნოს მე იმას კი არ ვიძახით ქვედალოცვილიშვილებო ამდენი ხანი ვიმეორებ რომ ის უნდა იყოს ან ეს არ უნდა იყოს მეთქი ლოგიკურ კითხვას გისვამთ რომ ან 2017 წლამდე მეთქი ან 2017 წლის მერე მეთქი ამ ხელა თანამდებობის ადამიანს თუ რამე განცხადება მაინც გაუკეთებია ქვეყანაში უშუალოდ ერის სატკივარზე მეტი როგორ გითხრა კაცო მე იმითი ჩხუბით ხო არ შემოვდივარ, არა, შემოვდივარ კითხვის დასმით. თუ გაუკეთებია და თუ გაქვთ რამე ინფორმაცია, მომაწოდეთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც კარგი იქნება, მარაგში იქნება ბოლო-ბოლო, თუ არა და რა ვქნათ ახლა რაც მისაუბრია, მართალს ვიძახი მაშინ, ხო? ეს არის კონკრეტული კოეფიციენტები. ანუ ნახე, მე რადგან სოციალური ფსიქოლოგიის ოფიციალური წარმომადგენელი ვარ, ხო? ჩვენ უყურებთ ხოლმე აი კოეფიციენტებს უყურებენ კიდე სად? შეიძლება ძალიან ცუდი შედარებაა, მაპატიეთ, მაგრამ აი ტოტალიზატორის ენაზე რო იძახიან, ხო, რომ აი რა კოეფიციენტი აქვს ამას, ხო, ესე იგი აი მარაგში რა გაქვს, აბა, პლუს საქმეებში რა გაქვს, თუ მინუსია, მინუს საქმეებში რა გაქვს მაგალითად და ასე შემდგომ რა. აქ ამაზეა საუბარი, რომ აი შენი მარგი ქმედების თამასა რით ფასობს აბა რა რაღაცაზე აი თუნდაც ეხა ჩემს მერე ხო შეიძლება შენთან გამოვიდნენ კაცო სხვა პიროვნებებიც და მე ამდენი ხნის განმავლობაში ბევრს ვეძებდი ანუ ბევრ ადამიანს ვეძებდი ბევრი ადამიანი მინდოდა რომ მენახა და ვერ მივიღე რა აი ესეთი აი რაღაც შედეგები რომ მინდოდა რომ თუნდაც შიოზეც აი მეუფე იობთან ერთად ნუ გრიგოლთან ერთად ხო აი გრიგოლ სხვათა შორის პლუსი რა აქვს ხო მაგალითად საგანმანათლებლო სექტორისთვის არის ძალიან საინტერესო პიროვნება და უფრო აი წიგნიერების საკითხებს შეიძლება რომ მიაქციოს რა ყურადღება აი იობს მაგალითად ეგ ფუნქცია აქვს რა ხო გრიგოლსაც და იობსაც სხვათა შორის და შიოზე ალბათ თუ მაინც და მაინც დადებითი უნდა ვთქვა რამე და თუ მაინც და მაინც ეს ადამიანი გინდათ რომ შევაფასო არ ვიცი აი აკადემიური რა ვიცი შეიძლება აკადემიური არის რა ძალიან რა ხო რა ვიცი აი ისეთი ცოტა ხვდება განსაცდელებს ძალიან ქრისტესმიერი სიძლიერით რა ვიცი თქვენ როგორც გინდათ ისე შეაფასეთ ხო ეს არ არის ჩემი რაღაც
ისეთი არ მინდა რომ კიდე ისეთი რაღაც გამონათქვა მივთქვა რაღაც განვაცხადო რა, როდესაც ხვდები ხა საქართველოში თან აზროვნების კუთხით რა მდგომარეობაა, იტყვი რაღაცას და მე ვერ გაიგებენ, გადააკეთებენ, გადმოაკეთებენ შეიძლება პირაობით ათრიონ მე. აი სულ სხვა რაღაცას რო იტყვი და ვაფშე სხვაგან როა ხალხი, ხო ხვდები, აი საერთოდ სხვაგან როა ხალხი რა, ამიტომ მე თქვენ გამცნობთ ლოგიკურ კითხვებს და თუ თქვენ ლოგიკურ კითხვებზე ჩემო კარგო მსჯელობა არ გინდათ, ну რაც არ გინდათ ღმერთთან უმოგცეთ კაცო ხა მე ვერც იმას ვიტყვი და ვერც ამას ვიტყვი, ხო? პირიქით იმას გეუბნებით რომ სამი კანდიდატია, რადგან სამივე აქამდე მოვიდა, ალბათ სამივე ღირსი იყო, სამივეს ექნება თავისი პოზიტიური ნიშა ბუნებრივია, ამ ორთან მქონდა წვდომა და გეუბნებით სად მქონდა, ამის შესახებ მე მოვიძიე, ბიჭო, ჩავედი 2017-ს მინუს ჩავედი კიდე რა, მაგრამ აი რაღაცა დიდი, რაღაცა აი მეგა პროექტული, რაღაცა სერიოზული რომ დაგამახსოვროს, ხო ადამიანმა თავი ვერ უნახე მეთქი, ანუ მაგას გეუნებით, მეც კი არაფერს და თუ თქვენ გაქვთ ნანახი, თქვით კაცო, რა პრობლემაა? ხო, აი ეს მომენტია, მეტი აბსოლუტურად არაფერი. დანარჩენი, ვინც თქვენ გაგიხარდებათ, ვისაც იტყვით ყოველ შემთხვევაში რომ მე ეს მინდა, კი ბატონო, უფლება გაქვთ რომ თქვენ თქვენს არჩეულ კანდიდატებს უჭერდეთ მხარს. ხო, ეს უკვე არის პირადი ინდივიდუალური შეხედულება, ხო, ღმერთმა გაგიმარჯვოთ, კაცო, ყველას თქვენ შეხედულებებში ეს კიდე ცალკე თემაა და ცალკე მსჯელობის საგანია. კარგი ბატონო, ეხა 17 მაისს იქნება, ხო, აი საბოლოო, ასე ვთქვათ, ვერდიქტი რა გამოტანილი უკვე მაისამდე ჩაინიშნება 17 მაისამდე, ხო, როცა იქნება და შევხედოთ ხო ამას ვინ როგორ რანაირად და იმის მიხედვით. ეხლა გადავიდეთ ხო მომდენო საკითხზე, კიდე ანუ რაც გვაქვს ძირითადში რაც მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვიცი რომ ამ თემასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, ბერი ნიკოლოზის გარდაცვალება რა იყო და მასზეც მინდა რამოდენიმე სიტყვა შენც გითხრა. იცი რა არის, ბერ ნიკოლოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ ერი არ არის ერთიანი და საგანმანათლებლო საკითხებში, განსაკუთრებით საეკლესიო საგანმანათლებლო საკითხებში საზოგადოებას და ერს ძალიან უჭირს რა. ხო, აი გამოიკვეთა კიდე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სალოსობა და სალოსის გაგება ესეთი იოლი და ესეთი მარტივი არ არის შემოკარგო. სალოსები იყვნენ მაგალითად წმინდა ქსენია პეტერბურგელი, სალოსი იყო ანდრია კონსტანტინოპოლელი, სალოსობის ღვაწლში იყვნენ სხვადასხვა ქრისტიანი მამები, არაერთი, პიმენი იყო ერთ-ერთი სხვათა შორის კიდე სალოსი უძლიერესი რა მინდა ვთქვა, რომელსაც ჰქონდა არ ვიცი, აი ძალიან ისეთ ღვაწლში იყო, რომ აი ეს მაგდენს ადამიანი თუ გააკეთებს დღეს საკმაოდ რთულია და აი წმინდა ქსენია პეტერბურგელი ხო, რომელიც ვახსენე, მამაკაცის ტანსაცმლით დადიოდა ხოლმე. ქონდა ეგეთი სალოსური გადახრები რა. ბერი ნიკოლოზი იყო სალოსობის ერთ-ერთი ასე ვთქვათ დიდი განსახიერება, თუმცა მის მრევლში კი იყვნენ ეხა ისეთები იყვნენ, ესეც უნდა ვთქვათ, რომლებიც ცოტა ისე აი ფანატიკურად უდგებოდნენ, ხვდები ამ პიროვნებას, ამ ადამიანს და ეს ფანატიზმიც არ შეიძლება, აი პატრიარქ კირიონს აქვს, მე მგონი ნათქვამი, რომ რელიგიურ ფანატიზმზე დიდი უბედურება და ასე ვთქვათ მონობა არაფერი არ არისო რა. ხო და ესეთი მონობა არ შეიძლება ეხა რელიგიური გაფანატებაც ბუნებრივია არ შეიძლება. თვითონ ბერი ნიკოლოზი ხაზგასმითობ აი როგორც ფენომენი, როგორც პიროვნება, ხო? მე თვითონ მქონია მის გარკვეულ საზოგადოებასთანაც შეხება, რომლებიც ცოტა გამოსული ხალხია, რომლებიც კარგად ფიქრობენ, კარგად მსჯელობენ, ბევრს უშველა, ბევრს დაეხმარა, ბევრი განკურნა.
ის სიტყვებიც რომ ეხლა მე ვარ მაგალითად ქრისტე ღმერთი აი ეს სიტყვებიც პირდაპირ არ უნდა გაიგოს ადამიანმა და მე პირადად მაქვს სხვათა შორის ის ჩანაწერი სადაც ამბობს აი ნეტა ერთი აკრო შემეძლოს არც ვიცი როგორ უნდა გამოვიტანო ეს წინახაზი აი არსებობს ეგეთი ჩანაწერი სადაც ამბობს პირდაპირ იმას რომ არანაირი ქრისტე ღმერთი მე არ ვარ გიორგი ნახე მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ ბერი გაბრიელის სიტყვები მე ვარ კი ნახე ბერი გაბრიელის სიტყვები 100%-ით გეთანხმები რომ აი მე ვარ ანი და ჰოე რას ნიშნავს მე ვარ ანი და ჰოე მე ვარ ალფა და ომეგა ხო როდესაცო შედიოდა ხო როდესაც შედიოდა ბერი გაბრიელი ესე იგი სალოსობის მდგომარეობაში ხშირად იძახდა მაგას რომ მე ვარ ანი და ჰოე ხვდები ესე იგი იგივე იძახდა სალოსობის მდგომარეობაში რომ შედიოდა ბერი ნიკოლოზის აი ამაზეა რეალურად საუბარი რა და ყველაფერს რო კიდე შევეშვათ ბერი გაბრიელი იყო იმდენად უდიდესი და უძვირფასესი პიროვნება რომ სულიწმიდის ნამდვილი ასე ვთქვათ ჭურჭელი იყო რა ეს ადამიანი და აი სულიწმიდის მადლით უკვე მას ჰქონდა მინიჭებული იგივე წინასწარმეტყველების საოცარი ნიჭიც და მასთან 90-იან წლებში ხა მე თუნდაც მისი განკურნებული ვარ თან და 90-იან წლებში კიდე მასთან ვინც დადიოდა ხო აი ყველას ასე ვთქვათ ვინც მიდიოდა ხოლმე ვისაც მაგრად უჭირდა აი მახსოვს ერთ-ერთი პიროვნება იყო რომელსაც უთხრა ეს ჩანაწერებშიც არის რა ზოგადად ნახსენები რომ ზაგორსკში რო არ წასულიყავიო შენი ბიჭის მომავალზეო მეო აქო ვერ გეტყოდიო მასო რა ელოდებოდა მომავალშიო და არის რა უამრავი წყარო ხვდები რითაც ის უცდომელი იყო აი მის წინასწარმეტყველებაში მის სიტყვებში იყო უცდომელი აი მსგავსი ესე იგი შეეძლო ადამიანი წაეკითხა ბოლომდე წაეკითხა აი წარმოვიდგინე რომ პირველად მოვიდა ეს ადამიანი შენთან არანაირი შეხება მასთან არ ქონია მაგრამ ვინ მოდიოდა რა წარსული ჰქონდა როგორი აწმყო ჰქონდა როგორი იქნებოდა მისი მომავალი ყველაფერი იცოდა მის შესახებ გამიგე და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ესეთმა ბერმა არ იცოდა ვინ იყო ბერი ნიკოლოზი ან ვინ იქნებოდა ხო და მე კიდე ნახე როგორი მომენტია თვითონ ვინც ესე ასე ვთქვათ ლანძღავს ხო აი პირდაპირ უკვე მრევლს კი არა ბერ ნიკოლოზსაც ლანძღავენ და გიორგი იქნება აგვიხსნა სალოსის მნიშვნელობა ძალიან რთულია ეს ახსნა და ზოგადად სალოსის აღქმა ზოგჯერ ერში მყოფსაც უჭირს ხოლმე ერში მყოფსაც უჭირს ხოლმე და სალოსი ეს არის უფლისთვის გიჟი უფლისთვის სულელი ის სალოსი იმიტომ აი რომ იმან უნდა იგიჟოს იმან უნდა ისულელოს იმან უნდა დაიმდაბლოს ერში იმან უნდა თავისი სისულელით კი თავი უნდა დაიმდაბლოს იმან შეიძლება ისეთი რაღაც გითხრას რა ვიცი ღმერთი კი არა ღმერთთან ერთად სამყაროს ისავარო რა შემოქმედი და ისეთი რაღაც შეიძლება თქვას კიდე პატრონი და ასე შემდგომ რომ აი ვერ ჩაწვდები და იტყვი რომ ეს არის ეს მართლა გიჟია იტყვი მაგას ხვდები და იმას რო ქონდა გამოკრული პლაკატი მე ვარ ქრისტეო კიდე მაღლა ერთ-ერთ კომენტარის ავტორს გავცემ პასუხს ზუსტად იმიტომ აკეთებენ სალოსები ამ ყველაფერს საჯაროდ შემოკარგო რომ შენ მერე მასზე ესეთი რაღაც თქვა და მასზე რომ ასეთ რაღაცას იტყვი შენ ასე ვთქვათ ის შენთვის ლოცულობს რომ შენ ცოდვაში არ ჩაგეთვალოს ეგ მაგრამ ის მერე მაგით მდაბლდება კიდე უფრო სულიერად აი მაგიტო ვიძახი რომ საქართველოში მეთქი დღეს განათლება და განსაკუთრებით სასულიერო განათლება ხო არ არსებობს ფაქტობრივად რა და განათლებასაც კონკრეტულის მაგალითზე ვერ იტყვი ესეთი უნდა იყოს სალოსი კი ხო და განათლებასა და წიგნიერებას შორის კიდე უდიდესი სხვაობაა აუხსენით ხალხო ყველა კომენტარს არ არის აუცილებელი ყველა კომენტარს ვერ გავაკეთებთ რა იმიტომ რომ წაკითხული გაქვს წერილები აი ეს ჭადრაკის თემაზე ბიძასთან ხო წაკითხული მაქვს უამრავი რაღაცა მაქვს წაკითხული ხო როცა აი ადამიანს როცა უნდა რომ ეხა იმისი არ იყოს ბრძენს რო კითხეს რა რომ ბედნიერებაო როგორ უნდა ვიპოვო და ბრძენმა კიდე შუა დაფაზე სადაც არის დიდი თეთრი დაფა დასვა ესეთი აი შავი წერტილი და რას ხედავთო და შავ წერტილსო და თქვენო კაცო ამ ხელა თეთრ დაფასო ვერ ხედავთო და აგერ შავ წერტილს ხო ხედავთოა რა
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ რო იცოდეთ, ბერი გაბრიელი სიცოცხლეში რეებს აკეთებდა და რეებს ამბობდა, ეს ხალხი ბერ გაბრიელს აი წმინდანად არ აღიარებდა. მისი განკურნებული ვარ მეთქი კაცო გეუნებით ახლა და მეტი როგორ გითხრა უამრავ ადამიანს ვიცნობ მასთან ყოფს საკუთარ თავზე აქვს უამრავ ადამიანს საკუთარ კი ბატონო უამრავი ციგნები არსებობს ბერი ნიკოლოზისგან რო არ წყდებოდა იმ გასვენების დროს რო არ წყდებოდა უამრავი ხალხი იმ უამრავ ხალხში რამდენი იყო ნორმალური ყველა ფანატიკოსი ხო არ იყო რა იმ ხალხს შეეკითხეთ, აბა მის თავს, მათ თავს რო ასეთი სასწაულები მოხდა, როგორ მოხდა? ამას ხო ჩვეულებრივი სასულიერო პირი ვერ გააკეთებს. და ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები ცოტა ხანი გაჩუმდნენ, არა, უნდა გალანძღონ. და თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ მაგ გალანძღვით უარესს არ აკეთებთ მერე? დაფიქრდით, აბა? და ზოგადად ბერი ნიკოლოზის ფენომენი დროთა განმავლობაში კიდე და კიდე უფრო და უფრო გამოიკვეთება. მე არა ვარ, ასე ვთქვათ, მისი არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, ანუ მისი ესეთი მიმდევარი ხარ, როგორი შეხებაც ჰქონდა ბერ გაბრიელთან, ეხლა ესე ბერ ნიკოლოზთან ეგეთი ინტენსიური შეხება მე არ მქონია ხა ყოველ შემთხვევაში რა, მაგრამ ბერი გაბრიელისგან ვიცი გამიგე, რომ მისი ასე ვთქვათ დანატოვარი და საერთოდ თვითონ ბერი გაბრიელი ხალხო ეს მაინც ხო არსებობს აი ლოგიკას შეხედეთ ელემენტარულ ლოგიკას შეხედეთ ხო რომ თვითონ როდესაც რაღაც პერიოდები შეუძლოთაც იყო და ისედაც 90-იან წლებში ხანდახან იყო მომენტი რომ მრევლს იქით ეუბნებოდა საზიარებლად აღსარება ზიარების მიზნით ბერ ნიკოლოზთან მიდითო ეხლა ამ ხელა წმინდანი ბერ გაბრიელზე მაქვს საუბარი ხალხს ბერ ნიკოლოზე იმას ეთყოდა თუ ბერი ნიკოლოზი არ იყო კარგად და თუ ბერი ნიკოლოზი იყო ეშმაკი ხო პირობითად ხალხს იმას ეთყოდა რომ აღსარება ზიარების მიზნით მიდითო ბერ ნიკოლოზთანო ლოგიკაში ჩასვით როგორმე იაზროვნეთ რა გამოდის საკუთარ გადაწყვეტილებებს და იმის რწმენას რასაც ჩვენ ეკლესიამ როგორ გითხრა და გამოგვიცხადა რომ ბერი გაბრიელი არის წმინდანი გვეთანხმებით მივიდივართ მისი საფლავის მოსალოცად მაგრამ მის სიტყვებს უგულებელყოფთ ესე გამოდის კი ეგრე გამოდის და ჩვენ თვითონვე ვეწინააღმდეგებით მაშინ ბერი გაბრიელის სიტყვებსაც დანატოვარსაც და მის რა ვიცი ზოგადად აზრებს და შემოქმედებას. კი მოვა დრო ნამდვილად და ბერი ნიკოლოზის საფლავზე კიდე უამრავი ადამიანი განიკურნება. მეც ვადასტურებ მაგას. და კიდე ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, ბერი გაბრიელი მეთქი მოუწოდებდა ხალხს მრავალ გზის ასაუბრეთ თუნდაც ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები, რომ ბერ ნიკოლოზთან მისულიყვნენ აღსარება ზიარების მიზნით. თუ ის ადამიანი იყო ეშმაკი ან არ იყო ქრისტეს მიერი მოღვაწე. ითხოვდა ბერი გაბრიელი მასზე რომ მიდით აღსარება ზიარების მიზნით ბერ ნიკოლოზთანო? გიორგი ნახეთ როგორი მომენტია კიდევ რაც პარალელები მინდა გავავლო მსმენელისთვის ბოდი შეცვდი მე რეალურად არ მაქვს საუბარი მრევლის ყველა ნაწილზე. მე გიდასტურებთ ხო? მრევლიდან იყვნენ მეთქი ისეთები რომლებიც იყვნენ ფანატიკოსები. ხელებს ვსევ, ვამბობ ხო? რაზეა საუბარი, მაგრამ შე რო გინდა შედალოცვილიშვილო რომ იმ ბერს ეგრე გადაწვდე და ჩაქოლო და ბოლომდე გაასაზიზღრო. მოდი ჯერ შენ ბერი გაბრიელის ცხოვრება კარგად გაიგე. ბევრი იკითხე. სხვა სალოსებიც იკითხე ბევრი, სალოსის მნიშვნელობა გაიგე. და მე ისაუბრე ბერ ნიკოლოზზე რა. გიორგი ნახე რამდენად საზოგადოებას აბუხსნა ყველაზე მკვეთრად. და კიდე რა რა ქვია ბერი ნიკოლოზის ის არის რა ქვია დღევანდელ დღეს სასულიერო პირი უნდა ერქვას ბერ ნიკოლოზს და ზოგ-ზოგი ერთები რუსთაველზე რო ხტუნაობენ ეგენიც ბერები არიან და მღვდლები არიან მაგ ბერ ნიკოლოზს ცნობისთვის არასდროს არ უთქვამს რომ ჩემთან მოდით და იყავით და 4 კედელში იყო გამომწყდეული ადამიანი, საჭმელი მაგას არ ქონდა, ნორმალურად სასმელი მაგას არ ქონდა და ფული თუ იმეს რამე მიქონდა მასთან, ხო? ისე ბოლო კაპიკამდე ვიდეოებშიც არის. აღწერილი სხვებს აძლევდა.
და დღეს როგორი სასულიერო პირები არიან შემთხვევაში იყო და არ მინდა გაგვექცეს და მინდა ამ ადამიანს უპასუხო ესეთი მაგალითით არ გწოდნიათ ბატონო კარგად მამა გაბრიელიც ერთი პერიოდი განკვეთილი იყო ეკლესიიდან პლუს მაგას ქუჩა დადიოდა რასაც ქვია სასაფლაოებზე ათენებდა ღამეებს პლუს ამას ოფიციალური ფსიქიატრიული თეთრი ბილეთიც კი ჰქონდა ან თქვენ წარმოიდგინეთ მისი გარდაცვალების შემდეგ რა მოხდა უნდა ვაცადოთ ეკლესიას, უნდა დაველოდოთ ეკლესიის ნაბიჯებს და არ შეიძლება ესე გადავუაროთ. ციცოცხლეში ხმას არ იღებდა, აღქმა ქონდა ადამიანს დადებული, რომ ხმას არ ამოიღებდა, არ იმეტყველებდა და სიცოცხლის შემდეგაც გარდაცვლილიც დავჯიჯგნეთ, რასაც ქვია. ადამიანის ხორცი არ იჭმევა ხალხნო და დაჯიჯგნეს მიცვალებული დაკრძალო არაცადეს ისეთი ორმტყელი დააკარგოს და რატომ არ ვენდობით დედა ეკლესიას რატომ არ ვაცდით მამა გაბრიელის მაგალითი ხომ უნდა გვეყოს რომ იმისთვის რომ ადამიანს გადაუარეს ფურთხი ზიზღი გინება ყველაფერი მიიღო მან სიცოცხლეში ყველაფერი და ბოლოს აგერ წმინდანად ვაღიარებ და მის საფლავზე დავდივართ ყველანი ხო აქ ერთი სვავს ეგეთ მე ჩვენო კი არ ლანძღავთო კითხვებს ვსვავთო და მეც იგივეს გეტყვით რა რომ მეც რეალური კითხვები დავსვი აი მაგალითად თავში ხო მე უფე შიოზე მაგალითად რეალური კითხვები დავსვი რომ ხალხო რაზეც უარყოფითი პასუხი დავუყო რაზეც ესე იგი ხალხს კითხვები დავუსვი თუ ვინმე ვიცით მეთქი გამომეხმაურეთ დამეხმარეთ მეთქი და ხალხი იმას ამბობს რომ შენ ეგ არ გინდა ოჩახ ძმაო შენ თუ ეგეთი ანალიტიკური აზროვნება და გიორგის მინდაზე არ ხდება ხოლმე რაღაცეები ხო ანუ კითხვას გისვამთ რომ ამდენი რომ ვიწვალე დღეს რომ ლაივზე უნდა მოსულიყავი ხო ჯო გადავხედე მეთქი იმ ადამიანის წარსულს გადმოუყევი მე აწმყოს ვერ მივიღე კითხვებზე პასუხები თუ თქვენ იცით მეთქი მითხარით და თუ არ იცით მაშინ ლუცერთ ამ უარყოფით კომენტარში ანუ არგუმენტს ვერ გიდებენ და არგუმენტს რო ვერ დებთ ნუ ღიზიანდებით თორე მე მხარე კი არა ვარ ამ შემთხვევაში რახან ამ ორ ადამიანზე კანდიდატზე ვთქვი რაღაცები ხო ამაზეც მინდა რომ რაღაც თქვა ადამიანურად თუნდაც და მინდა რომ მისი მარაგით შევავსო მაგრამ ვერ ვავსებ გიორგი რა მაინტერესებს შენ უფრო გემახსოვრება მამა გაბრიელს სიცოცხლეშივე დაუბრუნდა ეკლესიას კითხვა იყო კი როგორ არა ხო ანუ განკვეთილი იყო ერთი პერიოდი იყო კი და მე თვითონ ეგეც რამხელა ის იყო ზეციური გამოცხადება იყო მანდიცი და მე მგონი წინა პატრიარქის დროს ჯერ კიდე რომ აი ეს შემოსეთო აზიარეთო აი უფლისგან იყო ეგეც დიდი ის რომ უზიარებელი რო იყო ერთი პერიოდი რუსეთში გადადიოდა სხვათა შორის და იქ აზიარებდნენ აბა ძალიან და კიდე მე მახსოვს რა რეალურად რომ კაცო კიდე პერი გაბრიელი კი არა დაუბრუნდა პერი გაბრიელი არსად არ წასულა დაბრუნებული იყო თვითონ საპატრიარქოს ედო ის ბანი ასე ვთქვა და იმათმა მოხსნეს თორე პერი გაბრიელი თავისი ფეხით და თავისი იმით კი არსად წასულა მე 40 წელი მოსესავით ვატარე საქართველოს და ნახევარი რუსეთიო თვითონ იძახდა მაგას რუსეთსაც კი გადაწვდა იმიტომ რომ საქართველოსა და რუსეთს შორის და მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა ხო და დღეს აი ხო გეუნები რუსთაველზე მორბენალი ახლა სახელებს და გვარებს აღარ დავასახელებ ის მამოები ურჩევნიათ და ბერი ნიკოლოზი რომელიც ხმას არიღებდა 2006 თუ 2007 წლიდან მოყოლებული ამ ადამიანს ხო აი იშვიათად რომ აი ძალიან ისეთ შემთხვევაზე თუ რაღაცას იტყოდა იძულებული თუ დაყვირებდა თუ დაიყვირებდა ხო აი ეგეთ იმაზე თორე ხმა არ ამოუღია და ლანძღავენ აქ შენიღავი ერთი თუ მაგარი ხარ აბა ეგეთ დუმარებაში და მამა ბასილი ახვლედიანი უბრწყინვალესი პიროვნება დავეთანხმები მაგას რის გამო იყო მდუმარეობაში რატო ასე ვთქვათ წამოწია ეგ თემა და რატო იყო ესე თუნდაც ესეთ მდგომარეობაში ხო ეგ გამოიკვლიეთ თორე ის ძალიან მარტივია რომ აი გიჟი იყო ნეტა ეგეთი გიორგი ესეც ხო უნდა გავითვალისწინოთ რომ საპატრიარქოდან დაიშვა ის რომ პარაკლისები გადაეხადა მოძღვრებს რა თქმა უნდა ეს აგებაც მამა ბენიამინი მაგალითად პირი იყო კი მამა ბენიამინი ვისთანაც ეხა ჩემი მამაო ეხა რა არის მან დასამალი უბრწყინვალესი მაგან იმას აქნა ხო წესი აუგო და ილოცა მის სახელზე და სხვა დიდი მამებიც იყვნენ კაცო მანდ მისულები ხო
ვინც ცოტა გვიან შემოგვიერთდით, მე უყურეთ მაგ იმას, რა ქვია, ლაივს და მიხვდებით კიდე რაზე გვაქვს საუბარი, თორე მე არ მაქვს იმის იმედი, რომ საქართველოში საზოგადოების ეს ნაწილი სიმართლის კი არა, ანალიტიკურად ესაუბრები და მაინც ვერ ვაგებინებ ხა ამ ხალხსთან, რა რაზეა ხო აქ საუბარი რა. აი ხო გეუბნები ანალიტიკური აზროვნება დღეს საქართველოში ძალიან ჭირს. ძალიან დაბალ დონეზეა. იმდენად დაბალ ლეველზეა გასული, ნუ აი მეტი რო არ შეიძლება რა. ხო ეს ვერნიკოლოზეც ეხა რო არ მესაუბრა და არ მეთქვა, მოკლედ არ შემეძლო ერთი სიტყვით. მე ეს პოზიცია მაქვს და ჯერა მოვა იმის დრო, როდესაც ეს მართლაც რო უდიდესი პიროვნება თავის სიტყვას გარდაცვლილიც კი საკმაოდ ბევრჯერ იტყვის რა. თეკლა შენ ნებართვით უკვე ლამის 1 საათი გავიდა და მოდი მეორე გადასვლის დროა. ხო, გავუთმოთ სოფლიოს, ხო? იმიტომ რომ საქართველოსზე ყველაზე მეტად მეზარება ხოლმე მე საუბარი, იცი ხო რატომაც? განა იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანა არ მიყვარს. იმიტომ მეზარება რომ აი აქ მაინც ცოტა ის არის, აი ძალიან ჭამენ ერთმანეთს. კითხვაც რო დასვა ადამიანები ვერ იგებენ ამ კითხვას და მე ხდება ხოლმე რომ შიდა არეულობა რა და კომენტარებს მე ვაქცე ყურადღება შენ ნუაქცე. ხო, არა. გინდა არ გინდა ადამიანები, როდესაც სვავენ რაღაც შეკითხვას, თან ისეთ შეკითხვას, ნუ მე შენც რაღაც უნდა უპასუხო რა. სოფლიოს რაც შეეხება, ეხლა სოფლიოში არის აი ირან-ისრაელის ომი განახლებადია, რასაც უყურებთ ჩვენ და ეს განახლებად ამ ირან-ისრაელის მდგომარეობას ხალხო, თქვენ იცით ეს ახალი ამბავი, რომ ნუ ახალიც არ არის ხა 1974 წლიდან იღებს სათავეს, მაგრამ ასე ეხლა გააქტიურდა კიდევ უფრო მკვეთრად და კიდევ უფრო მეტად თურქეთისა და საბერძნეთის კონფლიქტი მწიფდება. თურქეთი ემუქრება საბერძნეთს და ძირითადი ასე ვთქვათ პრობლემა არის კვიპროსთან ერთად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პირეთის აი ეს ენერგორესურსები ორივე ქვეყანას სურს ნავთობის მოძიება, მინერალების მოძიება და როდესაც თურქეთი იწყებს კვლევებს სადაო ზონებში, ამ დროს საბერძნეთი თulis რომ საკუთარი სუვერენიტეტი ირღვევა, ხოლო როდესაც საბერძნეთი იწყებს ხოლმე ამა თუ იმ აქტიურობებს, იქ თურქეთის პასუხი არ აყოვნებს და თურქეთი თვითონვე ასე ვთქვათ იმუქრება და ბოლოს უკვე 30,000 ჯარისკაცია კონფლიქტის ზონაში გაგზავნილი, მაგრამ როგორც სხვადასხვა წყაროები აი ეს The Guardian იქნება, New York Times იქნება, London Times იქნება თუ ასე შემდგომ 90,000-მდე უნდა გაიზარდოსო ეს მოცემულობა და რიცხვიო რა. ამიტომ და კიდე არის ეგეოსის ზღვის კუნძულებზე დავა. ხო და ამიტომ მე ვფიქრობ რა რეალურად თურქულ ბერძნული კონფლიქტის შემთხვევაში თუ გააქტიურდა და იგივე რა ვიცი აი ბერპაისაც კი აქვს თუ სასულიერო კუთხით წავალთ ამ კონფლიქტზე ნაწინასწარმეტყველები რომ იქნება მორიგი დაძაბულობები, იქნება მორიგი კონფლიქტები, აი ეს ომი სულ მალე ან ომი ან არ ვიცი რასახის დაძაბულობასთან გვექნება საქმე, მაგრამ სერიოზულად მწიფდება მოკლედ და თვითონ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოვიდა, იტალიელებმაც უკვე ნელ-ნელა მხარი ბერძნებს დაუჭირეს და აი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების აი შემოვალ ქვეყნების ზონებშიც უკვე ცოტა განხეთქილება არის და ეს განხეთქილებაც ხო ასე ვთქვათ ისედაც ხო გეუბნები ისედაც ის არის რა განხეთქილება მწიფდება ნატოს წევრ ქვეყნებში, ევროკავშირშიც რეალურად და მწიფდება ეხა იმ კუთხით, რომ შეხედე თუ ჩვენ გადავხედავთ დღევანდელ ევროპულ წყაროებს, ამერიკისა და ისრაელის კოჰაბიტაცია ნატოს წევრ ქვეყნებს არ მოსწონს და ცოტა ხნის წინ აი რაღაც გარკვეული პერიოდების უკან ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა ევროკავშირის და ნატოს ყველა წევრებმა განაცხადეს, რომ
ხარს უჭერენ ერთიან პალესტინას და პალესტინელებს ზოგადად ამ ომში. ეს იყო შოკის მომგვრელი განცხადება, ეხლა მე თვითონაც რაც ვნახე, ფაქტობრივად აი ამ ერთიანობით და ამ სულისკვეთებით ვიხილეთ ჩვენ პოზიცია დაფიქსირებული, რითაც ნატო და ევროკავშირი სერიოზულ დაპირისპირებაში შედის ამერიკულ ებრაულ ბომბებთან და შეიარაღებასთან. ჩვენ ნახეთ ასევე წინა დღეებში დონალდ ტრამპის მორიგი შოუ, აი შოუ იყო, ეხლა მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას, როდესაც თეთრ სახლში იყო, თეკლა შემახსენე თუ სად იყო ეს ვახშემი ისოთ აღარ მახსოვს და რაღაც შეხვედრა იყო კიდე გამართული ეს შეიარაღებული სასტუმროში რო იყო შეხვედრა მაგას გულს ხო? თუ სასტუმროში იყო ხო ეს შეიარაღებული ასე თქვა სპექტაკლი რო დაიდგა თითქოს თავდასხმა და თითქოს ტრამპს ესროლეს და ვაიმე და კიდე გადარჩა. კი, კიდე გადარჩა, ვითომ რომ კიდე გადარჩა ეს ნუ აი რაღაცა შეულებრივი მარაზმი რა ხო გეუნები. ამიტომ თქვენ კიდე ბევრს ნახავთ ხალხო ეგეც, ნუ სურს ამ ადამიანს რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწეროს და ამიტომაც აკეთებს ახლა ამ ყველაფერს. საკუთარი თავის მნიშვნელობის წამოსაწევად ალბათ. რა გამოუვა კიდე კაცმა გაიგოს, აი 2032 წლამდე ხა მე ჩემ სოციალურ ქსელშიც დავწერე რომ 2032 წლამდე იქნება დიდი ალბათობით ძალიან ბევრი ახალი ორგანიზაციების შექმნა, განახლებები წავა, მტრები გადაიქცევიან მეგობრებად და მეგობრები კიდე მტრებად, ისეთები ხდება თან სისკაბადონში. გადაწყობა მიდის ძალიან. სერიოზული გადაჯგუფება, აი სერიოზული გადაწყობა მიდის და სანამ, აი ჩემთან დაიმახსოვრეთ რა ეს სიტყვები, პრინციპში ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ამას ამბობს, მაგრამ ჩემი სიტყვებიც დაიმახსოვრეთ, რომ სანამ ჰორმუზის სრუტე უჭირავს ირანს და არ არის გახსნილი, აქედან გამომდინარე საომარი მდგომარეობის შანსები და განსაკუთრებით ატომური, ტაქტიკური ატომის გამოყენების შანსები ძალიან მაღალია. ორმუზის სრუტე არის პლუს მაგას დანაღმულიც, იმდენად დანაღმულია, რომ ჯერჯერობით მისი განიარაღება ფიზიკურად ვერ ხდება და ალბათ რაღაც მომენტში ვერც მოხდება, იმდენად აქვთ უკვე ირანელებს იქაურობა, რა თქმა უნდა, დაზვერილიც, შესწავლილიც, ფიზიკურად ვერ მოხდება რა, უბრალოდ ამას დიდი დრო დაჭირდება, ძალიან დიდი დრო დაჭირდება და არც იმის ის შეექმნას ვინმეს ილუზია, რომ ამერიკელები და ირანელები სრუტეს ერთად გამართავენ. მე მაგალითად ამისი არ მჯერა. თუ გამართავენ, მაშინ რაღაც ისეთი დიდი მოლაპარაკების შედეგი უნდა აღმოჩნდეს, რითაც ირანელებს აწყობთ ეს ყოველივე და დაეთანხმებიან ამერიკელებიც რა. ხო, მაშინ ესეთი რაღაც უნდა მოხდეს და აქეთკენ ჯერჯერობით ჩვენ ვერ მივდივართ. თუ ხედავ შენ თეკლა კიდე ბოლო ხანებში ჩინეთის რაღაც პარანორმალურად რევოლუციურ იმას აი განვითარებას განსაკუთრებით აი ტექნოლოგიურ სფეროში რა, იმიტომ რომ მუშაობენ საკუთარ თავზე და საჭიროებას ზრდიან სოფლიოში თავად. და აი მარტის პერიოდებში პლუს მაგას აპრილშიც მარათონები გამართეს ტექნიკასთან დაკავშირებული და ეს მარათონები იყო როგორი იცი, აი როგორც მორბენალი რობოტები შემოგთავაზეს, ამ რობოტებს დაემატათ კიდევ ჯარისკაცი რობოტები. გიორგი, უფრო მაგარს გეტყვი, არის სოციალურ ქსელებში ესეთი პროგრამა, ხელსაქმეზე ხელით მომუშავე ადამიანები ვინც არიან, მნიშვნელობა არ აქვს ეს ხეზე ძერწვა იქნება თუ ხატვა იქნება თუ რაიმე ქარხანაში თუნდაც დანადგარზე მუშაობა იქნება, დამატებით შეუძლიათ საათში 40 ლარი თუ 20 ლარი არ მახსოვს ზუსტად რა თანხაზე იყო საუბარი, გამოიმუშაოთ თუ კი ჩაერთვები ამ პროგრამაში, რომელიც სატესტო პროგრამაა,
იკეთებ კამერას და ყველა შენს ნამუშევარს კამერა აფიქსირებს და დამატებით ამაში გიხდიან თანხას, მაგრამ ეს ნურავის გაუხარდება, ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გასაზრდელად ადამიანური რესურსის ჩამნაცვლებელი სჭირდებათ და ხელოვნური ინტელექტი რომ უკეთ განავითარო, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი რეალურად. ანუ ადამიანის საქმეს ითავსებს და სწავლობს ტექნიკური ხარვეზი იქნება ის თუ რაც იქნება ყველა დეტალში. საათობით წარმოიდგინე თითო საათზე თითო ადამიანს რომ რაღაც თუნდაც 20 ლარი გადაუხადონ და მეტი არა. ხო წარმოგიდგენია რა რესურსს ასწავლიან და რას დებენ უკვე ხელოვნურ ინტელექტში. კი და ანუ მე ცოტა ეს ნაწილობრივ მომწონს, ნაწილობრივ არ მომწონს, იცი? იმიტომ რომ ხო ჩინეთი იმდენად აი ციფრული ფულიც მათგან მოდის, აი დააკვირდით ეკლა, ამიტომ ჩინეთი რამდენადაც მსოფლიოსთვის არის ინოვაცია, იმდენად საფრთხეა. და ჩინეთის ასეთი პარპაშიც მე ვფიქრობ არ შეიძლება რა. და ჩინეთში ბევრი კარგი რაღაც მოხდება მომავალში, მაგრამ აი ციფრული ფული, რობოტი ჯარისკაცები და ხო აი არანორმალურად დიდი არმია, არანორმალურად დიდი შესაძლებლობების წინაშე დგება ეს ქვეყანა და რა ვიცი, აბა რამდენად რეგიონში რას შექმნის, როგორ ამით შექმნის ჩინეთი, დრო გვიჩვენებს ამასაც რა. არ შემიძლია კიდე არ შევეხო ამ ნეთანიაჰუს, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ მე უკიბო მაქვსო, გაიგე? ხო და ვერ გეტყვით ახლა ნეთანიაჰუს კიბო აქვს თუ რა ჭირს, იმიტომ რომ ეს გიგინჯებს გავაკეთებ, მაგრამ მე ფუფუა მაგ და მეტკინება და არაფერი არ მითხრა. აი ეს მომენტი აქვს ახლა ჩართული ზუსტად, რომ ვითომ რაღაც შევიბრალოთ და ან სწორია იქ დიაგნოზი და ან არ არის სწორი კიდე და კიდე ერთი მომენტი რა, ამ იმათ რა ქვია, ისრაელის მოქალაქეებს და ებრაელებს მინდა მივმართო, რომ ხალხო მე პირადად მათ შორის აი თეკლაც და მათ შორის ყველა ნორმალური ადამიანი. ჩვენ არა ვართ ანტისემიტები. ჩვენ როდესაც ვიძახით იმას, რომ ისრაელი იქცევა ცუდად და განსაკუთრებით ისრაელიდან უნდა გამოიყოს რეფორმული სიონიზმის მიმდევრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეფორმული დიდი სიონიზმის მიმდევრები. ჩვენ ვეხებით აი ამ საზოგადოებას და იმ საზოგადოებას, რომლებიც არიან მანდაც აი რელიგიურად გაფანატებულები, ეს მოშიახი რო აკერიათ პირზე და ვეხებით მაგათ მთავრობას, მაგათ ნეთანიაჰუს და მასეთ ადამიანებს. თორე ჩვენ ზოგადად მოსახლეობაზე ხა ისრაელში ისეთებიც არიან კაცო, რომლებიც პირიქით აგერ დავინახეთ წინა დღეებში, რომ გამოვიდნენ და იძახდნენ იმას, რომ ჩვენ არ გვინდა ომი, რომლებიც წავიდნენ სპეცრაზმის პირისპირ. ჩვენ ასეთ საზოგადოებასთან შეხება არ აქვს, მაგათ არ ვეხებით რეალურად და ღმერთმა დაიფაროს, რომ ყველა მათგანი ერთ ქვაბში მოუხარშო. ხო ესეა თეკლა, რა ვიცი რა, თუ რაღაცას არასწორად მომითხარი კაცო. ხო ანუ არა გეთანხმები ერთ-ერთი და ამიტომ აღარ გეჭრები. ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავთ, მაგრამ ვისაც აქვთ ესეთი რაღაც მოშიახური და რაღაცა ბავშვების მკვლელობები იტაცებთ და ქრისტეს ქანდაკებებს შეურაცხყოფას აყენებენ და აი ესეთი გადახრები ვისაც აქვს, ხო? და მაგათი მთავრობა კიდე რა ვიცი ეს საზოგადოება არის პირდაპირ ვიტყვი, ეგენი არიან ყველაზე დიდი ანტისემიტები, ეგენი არიან ყველაზე დიდი ადამიანების და ზოგადად კაცობრიობის მტრები. მეტი რა ვთქვა ახლა? და ნუ ალბათ შენ არ მოგწულია შეტყობინებები კარგახანია და მე ამ ბოლო დროს ბევრი მომივიდა. ხან მოსადს გადამცეს ამ ყველაფერს. კი არა, ნუ ხარ რა რეალურად. ისრაელში მივაწოდეთ საჭირო ხალხს შენზე უკვე ინფორმაციაო, სასწაული მუქარებს იწერებიან. კი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ნუ ხართ რეალურად ეგ საზოგადოება ცოტა გაახილეთ თვალი ხალხო. გაახილეთ ცოტა თვალი და დაინახეთ რას აკეთებს თქვენი ნეთანიაჰუ, თქვენი მთავრობა, რისი განხორციელება უნდათ მაგათ, რას ელოდებიან მომავალში, საერთოდ რა პერიოდის წინაშეა დედამიწა დამდგარი და მთელი ახლო აღმოსავლეთი დგას აფეთქების წინაშე. აფეთქების წინაშე, ხო? ვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ სანამ ირანს უკავია ჰორმუზის სრუტე და სანამ ირანი ფეხზე დგას, ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. ეგზისტენციალური საფრთხე იყო ისრაელისთვის ერაყი
მაგიტომაც მოიშორეს სადამ ჰუსეინიდან მოშორებიდან დაახლოებით 5 წლის მერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მაგათმა იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად ბოდიში მოიხადა. და ესეთი რაღაც თქვა, რომ აბატიეთ, მანდ არანაირი ქიმიური იარაღი არ იყო. ესე იგი ტყუილად მოკლეს კაცი, ხო? მაგრამ ტყუილად კი არ მოკლეს იმის იგულისთვის, რომ არც ერთი მუსულმანური სამყარო არ გაახარებდა მაგ ებრაელების თავარ ასე ვთქვათ იდეოლოგიას, ხვდები? მაგიტომ მოიშორეს კადაფიც. მაგიტომ მოიშორეს ჰასან ნასრალა, რომელიც იყო ლიბანის ერთ-ერთი ნომერ პირველი მეთაური. მაგიტომ უნდათ ეხლა და მაგიტო აწიეს ჰაერში ეს ირანის აიათოლა. მაგიტომ უნდათ ირანის ბოლომდე წაქცევა, რომ მე საკუთარი იდეოლოგია გაატარონ. კიდე ერთი თემა, რომელსაც არ შემიძლია რომ არ შევეხო. 17 მაისს არის, მე მგონი ეგ ეს თუ როდის არის, ეკლა არ ვიცი ზუსტად. ესე იგი, ის რო უნდა ყოფილიყო აღდგომის დღესასწაული, მან ხალხი არ შეუშვეს, იმიტომ რომ ომიაო, გაიგე? და ეხლა ის აქვს, რა ქვია, ძალიან დიდი რელიგიურ დონემდე აყვანილი ეს LGBT ისა, რა ქვია, პრაიდის ყველაზე დიდ 2026 წელს აანონსებენ ერთ-ერთ დიდ შეკრებას, პრაიდის შეკრებას და კაცო მე კითხვას ვამ, რომ აღდგომა არ შეიძლებოდა ჩვენ რო გვეზეიმა და პრაიდი რო არის, ეხლა ომი აღარ არის, ანუ ეს საფრთხე აღარ არის, მაგრამ აღარანაირი საფრთხე აღარ არის? ხო, აი ეს არის თქვენი ნეთანიაჰუ და თქვენი მთავრობა და მე რო მეუნებით იმას და აი თეკლას რო ეუნებით თუნდაც იმას რო აი ამას რო რატო ლაპარაკობთო? ბიჭო, მარტო მე და თეკლა ვართ. მთელი ნატო, მთელი ევროკავშირი, მადიარია. წარმოიდგინე ეს უნგრეთის ის არ არის ახალი პრემიერ-მინისტრის როლში ორბანის ჩაანაცვლა პრემიერის როლში თუ პრეზიდენტის აღარ მახსოვს. მადიარია. ესე იგი მაგანაც კი აღიარა ისრაელის აი ეს ასე ვთქვათ ძალიან ცუდი საქციელი, ხო? გაამახვილეს ყურადღება და პალესტინელებს დაუდგნენ, კაცო. თორე მე ჩემი ქვეყნის ისტორიას ძალიან კარგად ვიცი. ირანმა რა დაუშავა საქართველოს ეგეც ვიცი. ერაყმაც რა დაუშავა ეგეც ვიცი. თურქეთი რა ბედენაა ეგეც ვიცი. ყველა რო ჩემი ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა ეგეც კარგად ვიცი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე და ჩემნაირებმა კიდე ვიცით ისტორია, ვიცით ბიბლია, ვიცით თეოლოგია, ვიცით რა დროში გვიწევს ცხოვრება, ვიცით რომ ეს კონფლიქტი არის აბსოლუტურად სხვა კონფლიქტი და არანაირი შეხება არ აქვს ეს ისტორიულად ჩვენს დაპირისპირებას მუსულმანურ სამყაროსთან და ვიცით რომ ისრაელის წინსვლით რა მოუვა მსოფლიოს. და მე აბას არახჩის მინდა ასე ვთქვათ, რომ გამოვეხმაურო რა რეალურად და მინდა რომ თქვა, ხო? და აბას არახჩი ესეთი რაღაცა თქვა, რომ ჩატეხილი ხიდებიც აღდგებაო, დანგრეული ასე ვთქვათ შენობებიც შეკეთდებაო, ყველა ასე ვთქვათ ჩავარდნილი პროექტი განხორციელდებაო, მაგრამ ამერიკის ავტორიტეტი, რომელიც ესე შეილახაო ამ ომში, ეგ ვეღარასდროს ვეღარ აღდგებაო. და სწორი იყო, ხო? აბას არახჩი ეს არის არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ნომერ პირველი პიროვნება რა. თუ იმეს რამე გინდა დაწერეთ კითხვა, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მე იმისი რა ქვია. მარტო გიორგი არა, ნახე გიორგი მე ესე ვეთყვი მაყურებელს, მირჩევნია ჩემგან ეწყინოს, ვიდრე სტუმრისგან, ჩემი გადაცემების ფორმატი ყოველთვის ესეთია. არ მაქვს ხალხო ბირჟა სტრიმები, სადაც ესე ნებისმიერი ადგება დააჭერს ხელს და ამოვა და ანონსებული ლაივი, როდესაც მაქვს თემა გვაქვს შერჩეული, მე და სტუმარს დავსილოთ ამ თემის ირგვლივ ვისაუბროთ. ეს ისეთი სივრცეა, ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ჩართოთ თქვენ თვითონ ლაივი და განსხვავებული პრობლემა არის. ერთი წუთი, ვინ არის კი არა აქ ისა რა ქვია, როგორი მომენტია, იცი რომ არ ვიცი რა უნდა ამ ადამიანს, თუ რამე კითხვა გაქვს დაწერეთ, ერთხელ ჩაერთო ვიღაცა და კინაღამ ხელით შევეხე, კაცო რა უბედურებაა ელემენტარულად, ხო?
იმით მე რო ვიცი რომ ამ საზოგადოებას საუბარი არ შეუძლია ისა მიხედე გეხვეწები რა ხო თორე აგიტო ეხა კომენტარებს ნუ გამათიშინებ არა ისი რა არის აი ბოდიში როცა ესე თემაზე ვსაუბრობ ხო რეალურად სხვანაირად შეუძლებელია რომ ეხა შენ სხვა ადამიანებს თვალყურს ეხა შემადგილას რო იყო ვიცი რომ შენც ეხა ნაწილობრივ მოდი კაი სხვა თემასაც შევხვდებით თქვა თუ ვინმეს გაქვთ დაწერეთ ქვემოდან რამდენჯერ აქვს ნახალხო და გთხოვოთ მეტად აღარ მოვწდები ამ თემაზე ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი და გიორგის გვერდები შეგიძლიათ გამოიწეროთ და არ დაიზაროთ დალაიქებით მაყურებლის რაოდენობა იმატებს და ფინანსურად მე არაფერში არ მემატება ხალხო ნუ რავინ იფიქრებს რომ იმას მე გულშო დავურტყავ რაღაცა კარგი ექნებაო ამიტომ ნუ დაგეზარებათ უბრალოდ ხელის დარტყმა და დალაიქება კომენტარებში დაწერეთ შეკითხვები და ძალიან გიორგიო მაცა თქვენ შეხედეთ ანუ ძალიან ასე ვთქვათ ადეკვატურად ხო მე ამ შემთხვევაში თქვენთან ვარ მოითხრიან დიპლომატიურად მშვიდობიანად განწყობილი ასე ვთქვათ პიროვნება ხო ხო და დაწერეთ კაცო ანუ რაც გაინტერესებთ და იქიდან გამომდინარე ასე ვთქვათ საწაიკითხავ LGBT-ს თემაო ეს დაიდო ბევრმა ასე ვთქვათ ნიუსათაც დევს ანუ ბევრგან მე არ ვიცი ეს შეიძლება ოფიციალური არ არის ყოველ შემთხვევაში გამოჟვნა უკვე ამ ყველაფერმა თუ არ ჩატარდება გამიხარდება თუ ჩატარდება და ყოველ წელს ტარდება ხოლმე რაიმე გაგიკვირდება გიორგი უკრაინა დაიქცა დაინგრა და ჩაატარეს კი ზოგადად ისრაელი არის მთავარი შემფარებელი ეხა ეს ხო ამაზე ხო აი კარგი რა ეხა ყველამ ვიცით რომ მთავარი შემფარებელი არის ამ იმისი ხო რა ქვია LGBTQ პირები იქნებიან, სხვადასხვა თემი იქნება თუ ასე შემდგომ და არა მარტო აქ მარტო LGBTQ პირებზე არ არის საუბარი, ბევრ სხვა პირებზეა კიდე საუბარი, რომლებიც არ ვიცი, აი საყოველთაო დანაშაულს ჩადის კაცო ზოგიერთი და მაინც ესე იგი ესე არიან განწყობილები რა. არ ვიცი, აი რაღაცა უნდათ აბა კითხე ის. ერთი შეკითხვა იყო ქალბატონის ამონიშნული მაქვს ვაგერ და წაგიკითხავ. მე ომს არ ვემხრობი, მაგრამ და არც ვამართლებ ისრაელს, მაგრამ მუსლიმებმა რომ გაატარონ თავისი ძალა, ეგ რამდენად საფრთხეა და რას ნიშნავს? ნახე მეგობრებო, მე არა ვარ ის პიროვნება, რომელი ადამიანის მაგიტომაც გითხარით. მომხრე არის მეთქი ომის და დაპირისპირების. ჩვენ როგორმე გაეროს ეს გაერო იქნება, გაეროს ასამბლეა რა ვიცი შეერთებული შტატების ჩარევა იქნება, რუსეთის როლი იქნება, აღმოსავლეთში ჩინეთის როლი იქნება თუ სხვა, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება, ებრაელი ხალხიც, პალესტინელებიც ცხოვრობდნენ მშვიდად. გამიგეთ? ჩვენ არა ვართ ის ადამიანები, ვინც იტყვის იმას, რომ მოდი და ეხლა ებრაელი ხალხი ხოცოთ, ისე როგორც ხოცავენ პალესტინელებს და ეს არ გვინდა რომ იყოს პირიქითაც. ხო ესიათ ეკლა არა? მე არავისი სიკვდილი არ გამიხარდება. ამიტომ დრო ვნახო რომ ეს ყველაფერი კეთდება პირიქით, რო ვნახო რომ ისრაელს ყავს მართლა კარგი მთავრობა, რო ვნახო რომ ისრაელს ყავს ისეთი ასე ვთქვათ პრეზიდენტი, ისეთი პირი, რომელიც ქრისტიანებისადმი, სხვა ერებისადმი, პალესტინელებისადმი რეგიონში არსებული სხვა სოციუმისადმი კარგად არის განწყობილი და მართლა ვაჟკაცი პიროვნებაა, ხო? ბჭო, რატო არ ვიტყვი იმას, თუ დაიჩაგრება ებრაელი, რომ აი მართლა ჩაგრავენ და მოდი შევეშვა და თავი დავანებოთ, ხო? მე ვიტყვი მაგალითად ამას და არ მიყვარს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო? ადამიანების ესე გაწირვა, მაგრამ დღეს ხო ისრაელი იქცევა პირიქით ასეა რა? დღეს ხო ისრაელი აკეთებს აი ამ უბედურებებს და ამ დანაშაულებებს, ხო? გავჩუნდეთ ამაზე? გიორგი, სანამ კიდევ ერთ შეკითხვას წაგიკითხავდე მოწერილს, მანამდე მინდა ესე გკითხო. გავრცელდა რამოდენიმე განცხადება ამერიკის მხრიდან, ომის მინისტრის მხრიდანაც და თვითონ თავად ტრამპისგანაც მსგავსი განცხადება გავრცელდა. რომ თურმე ეს ბრძოლა ევროპის უფრო ყოფილა, ჰორმუზის სრუტე ევროპას უფრო სჭირდება და ასე შემდეგ და ხო არ ხედავ ნიშნებს, როგორც ამერიკამ, როგორც უკრაინის ომი შეახოცა ბოლომდე და შეაწმინდა ხელი და შეატოვა ევროპას, ესე ხო არ ფიქრობს ეხლა ვექტორების ევროპისკენ გამოტანას, როცა ხედავს, რომ უკვე შედეგს ვერ აღწევს. ოფიციალური განცხადებებია, თან ესე არ არის, რომ რაღაცა ჭორის დონეზე. ოფიციალური განცხადებები ვრცელდება, რომ ევროპას უფრო სჭირდება ჰორმუზის სრუტე და ეს ომი მათი უფრო არის ვიდრე ჩვენი.
ვერ გეტყვი ამაზე თეკლა არ ვიცი მე განცხადებები ბოლო რაც ვნახე მაკრონის და მერციც ეთანხმებიან ირანელებს შენს წაიკითხავდი ალბათ სადაც ვნახეთ რომ პირდაპირ აქებენ ირანს ითხოვენ ირანთან მოლაპარაკებებსაც ნაწილობრივ ევროპას სჭირდება ჰორმუზი ევროპას სჭირდება ირანთან ურთიერთობა იმიტომ რომ მათაც სურთ ენერგორესურსები ნავთობი ეს კონფლიქტი და ზოგადად რესურსების შესახებ აი დოლარის კურსი იქნება ეს თუ ასე შემდგომ ხო აი ზოგადად ფასების თემა ევროპაში როგორ არ ჩამოაღწევს ყველა ვარიანტში და ევროპელები ალბათ მაქსიმალურად შეეცდებიან ამ კონფლიქტის დაზავებას გამიგე კი აი ქალბატონი წერს აგერო ფრანგებიოც მაკაცობენ ირანთანო კი ბოლო პერიოდში ეს ასეც არის იმას აი გეთანხმებით აი ბატონ პაატას დავეთანხმები რომ სახმელეთო ომით ვერ მოიგებს ამერიკა ირანთან უძლურია კი ბატონო ამიტომაც ვიზახი მე მაგას რომ სანამ ჰორმუზის სრუტე და ზოგადად აი ეს კონკრეტული მიდამოები არის ირანის მმართველობის ქვეშ ხო ძალიან დიდი ალბათობით ატომური ომის საფრთხე არსებობს და ჯანმოსაც ერთი სული აქვს რა რომ აი ამ ატომის გავარდნის შემდგომ მაღალია შანსი იმისა რომ შემდგომ ორიგი პანდემია ვიხილოთ ამის შანსი საკმაოდ მაღალია და ჯანმოვინცარი და რაც არის აგერ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ხო და სამწუხაროდ ბევრი არა მარტო ქართველი არამედ სხვა უცხოელი სასულიერო პირები იქნებიან ესენი ფილოსოფოსები ეზოთერულად თუ რა ვიცი მე მეცნიერულად განწყობილი ადამიანები ყველა ბევრი შეცდა ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა ეხა ამ კუთხით და რა ვიცი აი მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდებში უახლოესი 2 თვის აი ზაფხულამდეც შესაძლოა რომ გამოიკვეთოს უკვე ის ნიშნები რომელი ნიშნებითაც მივხვდებით უკვე იმას თუ საით მიდის საბოლოოდ მოვლენები მაგრამ რომც დამშვიდდეს ახლა ეს ომი მე წინა ჩემს ეთერშიც თქვი რომ ომი რომც დამშვიდდეს ეს იქნება დროებითი ზავი დროებითი რაღაც ასე ვთქვათ აი გაიყინება ხვდები ომი გაიყინაო რა ცოტა ხნით გაიყინება ეს ომი და შეერთებული შტატები გადავა იქითკენ უკვე კუბა მორიგი ომის ეპიცენტრია გრენლანდია მაგალითად და გრენლანდიას მიყვება დანიასთან სერიოზული კონფლიქტი ეს ვერსიაც დიდი ალბათობით იქნება ამიტომ რა ვიცი აი რა გითხრათ მომავალში ხა მე რასაც ვფიქრობ მით უმეტეს ჩემი ცოდნებით ხა მე ეზოთერული სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ დამატებით ჩემი სფეროთი როგორც იცით ხა ბევრი მიცნობს ხა აქედანაც და მე გეუბნებით რომ სადღაც 2030-2032 წლამდე ბევრი მრავალი ორგანიზაცია ახალი ქვეყნები ახალი მოლაპარაკებები შეიქმნება ახალი აი სეიმი დავარქვა ამას თუ რა დავარქვა მტრები გადაიქცევიან მოყარეები მტრებად აირევა რა ინფორმაციულად იქნება უსასტიკესი ომი სოფლიოში ახლა ძალიან დიდი ასე ვთქვათ ომები იქნება რა მე ხალხო ეხა ძირითადად აი თქვენ აქ ვინც წერთ ხო თქვენს პოზიციებზე ერთ პოზიციებზე ვართ დიდი რაოდენობა ხალხით ეკლა ხო იმიტომაც აი როგორც ერთი ოჯახი ისე ვაზროვნებთ ხო ამიტომ ლაივი რო დაიწყო თქვენდალოცვილიშვილებო ამ თემის განხილვაშიც იმიტომ წამოვწიე საკითხებიც ესე თამამად წინახაზე ვის რა ქონდა გაკეთებული თორე თქვენ თუ მეტყვით მეთქი კიდე იმ თემას უბრუნდები ხო არა მარტო მაგ საკითხზე გინდა ისრაელის თემა იყოს გინდაც მაგალითად ატომის თემა იყოს თქვენ მშვიდად შეგიძლიათ რომ საკუთარი პოზიციები ასე ვთქვათ დააფიქსიროთ და ან კითხვა დასვათ ან შეიძლება რაღაც ლინკი ჩააგდოთ ხო რომელზეც გადავალ და გავხსნი რაღაცას წავიკითხავ და მე თვითონაც შევივსები ხო ინფორმაციულად იმიტომ რომ ჩემი საქმე სუბიექტური აზროვნება არ არის მე ვარ შემფასებელი მე ვარ ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც რაც არის ზუსტი ხო ასე ვთქვათ რაც არის რეალობა და რაც არის ზუსტი ძირითადში იმას გეუბნებით და იმას ვიძახი თორე ჩემში ხა ის რო იჯდეს რომ აი მე ესე ვფიქრობ ვის რა შეაინტერესებს გეხვეწები გინა თუ არა ინდივიდუალურად მე რას ვფიქრობ რაც არის რეალობა ჩვენ ის უნდა ვისაუბროთ ხო ესეა რა
კი ბატონო, აი კიდე რა მინდოდა აქ. გიორგი, ისეთი სიმართლე რო ვთქვათ, რაღაც გამოგრჩა თქო, მე მგონი არაფერი, მაგრამ კიდე თუ კითხვები იქნება ქვემოთ. ერთი კიდე რაც მინდა თქვა, ირანში უკვე დაახლოებით 25 მილიონამდე არის შევსებული რეზერვი ჯარისკაცების და ამ რაოდენობაში მრავლად არიან ქალბატონებიც. უამრავი ქალბატონი კიდე. კი, ქალბატონი უამრავი კიდე. ამიტომ ირანშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ბოლო პერიოდები რაც გაჩერდა ომი, გადაჯგუფება მიმდინარეობს სერიოზული გადაჯგუფება. რა თქმა უნდა, ეხლა მზადებისთვის იქნება წინაპირობა, ორივე მხარე ემზადება ასეთ დროს ტაიმაუტს აკეთებენ, ვითომ რაღაცის გადასაწყვეტად და ამ დროს შეიარაღება იქნება ეს თუ ცოცხალი ძალა იქნება, რა თქმა უნდა, მობილიზებას ორივე მხარე გააკეთებს ეხლა ასეთ დროს შანსს არ გამოტოვებს. მოდი ერთ საკითხსაც შევეხები და ბოლოს შემაჯამებლად დავამთავროთ, ხო? ჩემი შემაჯამებელი დამთავრება, რითაც დავიწყე, იმით მორჩები. სოფლიოში ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, რასაც უყურებთ, აი დროებითი ტაიმაუტია, მაგრამ ალბათ ეს აფხულის მოახლოებასთან ერთად მალე ბევრი ცეცხლსაც გახსნის და კუნთებს კიდე მოსინჯავენ. ამის ვარიაციები არსებობს. თუ გაჩერდებიან კონფლიქტები ალბათ უფრო ლათინო ამერიკისკენ და ევროპის მიმართულებით გადაიწევს, ოღონდ აქაც გარკვეული რაღაც პერიოდის მერე, რაც შეეხება საქართველოში მე გამიხარდება პატრიარქად ისეთი პიროვნება და ისეთი ადამიანი, რომელი ადამიანიც იფიქრებს ერის სატკივარზე. მორჩა, ერის სატკივარზე ვინც იფიქრებს, ვინც ამოიღებს ხმას იგივე ამ არაბულ ინვესტიციებზე, ამდენი ადამიანის ქვეყნიდან გასვლაზე, ამდენ რა ვიცი, სიყალბეზე, ტყუილზე, ამდენ დანაშაულზე, მაგალითად, მთავრობას შეეშლება რამე, უნდა ამოიღო ხმა, ერში მყოფ რომელიმე ორგანიზაცია შეეშლება რამე, უნდა ამოიღო ხმა, ხედავ რომ მიწები იყიდება და სხვისდება, უნდა ამოიღო ხმა, თუ ასეთი პატრიარქი არ ეყოლება საქართველოს, მაშინ ეს ხო ბუტაფორია. ესე არ არის თეკლა, რა ვიცი ხა, თუ არასდროს ვიძახი კაცო, რამეს გითხარით რომ არ ახლა. არა, ძალიან რთულ ეპოქაში და პერიოდში ვართ, ეხლა არ არის. ჩვენ ხედავთ იმას, რომ აი მაგალითად ხედავთ იმას, რომ სკოლებში მეცნიერების ეპოქაა, ხო? არ არის გატარებული შესაბამისი რეფორმები. როგორც სასულიერო კუთხით, თუ ფსიქოლოგი ვარ, ეხლა ერთ-ერთი ჩემი პროფესიით და ფსიქოლოგიური კუთხით. საგანმანათლებლო სექტორი მოიკოჭლებს. უამრავი რაღაც სხვადასხვა სექტებია კიდე ამ ქვეყანაში გაჩენილი, იგივე თუნდაც სხვა სწავლებების, სხვა უამრავი სწავლებების და ხედავთ რომ მათდამის შესაბამისი პასუხი არ არის წამოსული წინა ხაზზე. მე მესმის ეხლა რომ პატრიარქი შეიძლება არ იყოს წინამავალი, მებრძოლი, რევოლუციონერი თუ რა დავარქვა, მაგრამ ის უნდა იყოს მახვილი, ხო აი, უნდა თქვას იმ ადამიანმა, თუ რაშია ერის, თუნდაც გამოსავალი გითხრას, თუნდაც ის გითხრას, ხო, რომ მაგალითად აი ხალხო აი აქ არის რა კონკრეტული პრობლემა და მოდი შენ მე მითხარი, ხო, რეალურად ეს პრობლემა მაშინ როგორ მოვაგვაროთ, ან რაღაც პროექტები გითხრან, აბა, იმიტომ რომ მარტო ის ხო არ არის ეხლა რომ პატრიარქი ავირჩიეთ და ლოცვის გარდა არაფერს არ ვაკეთებთ. ეხლა ის მომენტია, სიხის ტეცკი მისაღები უნდა იყოს, იმიტომ რომ საჭიროა სანამ მოიხვეჭავს სიყვარულს და ისა მარაბდის ბრძოლაში მეტი კი არაფერი იყო, ის ბერები რო იღებდნენ მონაწილეობას და არა მარტო მარაბდის ბრძოლაში, ყველგან, ხო? და გითხრან, რისი გაკეთება უნდათ მომავალში, ეს უნდა გითხრან. თუ შენ მე მაგას არ მეტყვი, მით უმეტეს დღეს არის ნახე როგორი დრო, დღეს არის ინფორმაციული ომის დრო. ინფორმაციული ომი ძალიან დიდი უბედურებაა, შენ კარგად იცი ხა ეს თეკლა, ხო? ამიტომ ინფორმაციულ ომში ქრისტე დუმილით იყიდება, კაცო, ხა შენ თუ ხმას არ ამოიღებ და შენ თუ ყველაფერზე იტყვი იმას, რომ ხო, მოდი ვილოცოთ. როცა კაცო მეც ძალიან მიყვარს, მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ბრძოლაა საჭირო, უნდა იბრძოლო. როცა ლოცვაა საჭირო, უნდა ილოცო. აი ესე ესმოდათ ჩვენს წინაპრებსაც და არა მარტო ქართველ წინაპრებს, თუ კი ვინმე ყოფილა უცხოეთში
მართლმადიდებელი ქრისტიანი ყველას ესე ესმოდა რა. გიორგი მეშვიდიდან დაწყებული რა ვიცი აი ჩარევასა და შენი პოზიციის ეკლესიის პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება შორის დიდი სხვაობაა. ჩაერევა, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვება უკვე დანაშაულია. დანაშაულია, იმიტომ რომ შენ ერის ისა ხარ, კაცო, რა ქვია, ერის მამა ხარ, ერის სახე უნდა იყო. მე რო თქვი თავში რომ აი მოდი სამივე მეთქი ვნახოთ თქო, ხო? მე რამდენიც ვიცოდი, იმდენი გითხარით ამ ადამიანებზე. რაც არ ვიცი, იმას ხო ვერ გეტყვით. ჩემი სამეგობროდან ლით არც პატრიარქი არ გამოსულა ილია მეორე, მაგრამ თავის სათქმელი LGBT თემატიკაზეც თქვა, კანონები რომლებიც არ მოწოდა, იმაზეც თავისი, ანუ მორწმუნე ადამიანებს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს დაგვანახა, რომ ხალხნო ეს არ არის სწორი, ამას არ უნდა მივემხროთ და ჩვენც ნახე შეიძლება რაღაც დოზით მან კი არა და ძალიან დიდი დოზით ძალა მოგცა იმისა, რომ შევწინააღმდეგებოდით მე ამ ყველაფერს, ხო? მარტო რაღაც პოლიტიკური ჯგუფების ყვრილი მარტო ვერაფერს ვერ იზავდა, როცა პატრიარქიც ამ დროს გვიმაგრებდა ზურგს მისი სიტყვებით, რომ თავისი გულისხმა იქ არც პრეზიდენტს, არც პრემიერს, არც მეფეს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწის გაყიდვის. ყველგან თავის ეპისტოლეებში აფიქსირებდა იმ პოზიციას, რაც ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანის და ქართველის იყო და საჭირო იყო, სათქმელი არ დაუკლია და ამას ვიძახით მეც არაფერს. ანუ ეგ უნდა მეთქვა, ზუსტად ამას ვიძახით, თორე მე იმის იმედი არ მაქვს ეხლა, რომ ვიღაცა აქ იარაღს აისხამს და შტურმით აიღებს პარლამენტს. ანუ მაგაზე კი არ არის ხალხო. ეხა ისეთი რაღაცა არ უნდა გააკეთო ალბათ, რომ მართლა ეგ იკადრო ეხა ადამიანმა, თორე აქ საუბარია იმაზე, რომ აი შენ თუ შეგიძლია რომ პოზიცია დაიკავო, შენ თუ შეგიძლია რომ ინფორმაციულად ერი გამოაღვიძო, შენ თუ შეგიძლია რომ საზოგადოებას უთხრა, რომ ხალხო აი ესე კი არ არის, აი ესია, ხვდები? და შენ თუ შეგიძლია ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე კარგად იზრუნო და კარგად იფიქრო. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მართლაიო მოკიდეც, იმიტომ რომ გააჩენია კიდე მდგომარეობას თეკლა, ხო? მე ამას ვიძახი რა. იაფიქსირებდაო, მაგრამ ვინის მიგებდა მის სიტყვას. წარმოიდგინეთ, რო არ დაეფიქსირებინა, ის რეალობაც არ დავრჩებოდით ის ადამიანები, ვინც ხვდებით რაც ჭირს. თვითონ პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ მე კი ვლაპარაკობდიო ეს ჩანაწერების არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ არ მისმენდნენო. არ მისმენდნენო, მე მაქვს ეს ნათქვამი რეალურად რა. არ ვიცი სად რა პოზიციას აფიქსირებდა ჩემო კარგო, მე ფაქტებით გესაუბრებით და გელაპარაკებით 2017 წლამდე რაც იყო და 2017 წლის მერე რაც არის კონკრეტულად და იმდენი რაღაც მოხდა ამ ყველაფერზე, მეტი რო არ შეიძლება რა და ჩვენ გვჭირდება ტოპ პროექტები, მეგა პროექტები, გვჭირდება ქვეყანას ისეთი პატრიარქი, რომელიც იქნება სიმტკიცე და რომელიც იქნება აი ავტორიტეტი და ღირსეული პიროვნება. სხვას მე აქ მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, უსურებ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რა ვიცი, მშვიდობას, ერთობას და უკეთეს საქართველოში გვეცხოვროს განსაკუთრებით, რადგან სასულიერო კუთხით სულ მალე იქნება სიახლეები და ამ სიახლეებში გავიგებთ კვლავ და კვლავ მეტ ინფორმაციას. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა საღამოსთვის. მადლობა მირანდა, ეხლა წავიკითხე რამდენიმე შენის, უღრმესი მადლობა ესეთი შეფასებისთვის ყველას, ვისაც გიხარიათ ხოლმე ჩემი მოსვლა. მე რომ მოვდივარ ხოლმე, იცოდეთ ხალხო, რომ მე მოვდივარ ანალიზით, მე მოვდივარ კონკრეტული კოეფიციენტებით და შედეგებით. აი ამით მოვდივარ ძირითადად და თუ რამე იქნება დასაფიქსირებელი კიდე პოზიციები, ყოველთვის ვაფიქსირებ ამ პოზიციებსაც რა არის სწორი და რა არ არის სწორი, ხო? აი ეს არის ჩემი ასე ვთქვათ კონკრეტული ნიშა რა. ისე რომ არ ვერიდები სიმართლის თქმას, არ ვერიდები იმ პოზიციების დაფიქსირებას თუ რა ხდება დღეს სოფლიოში და ზოგადად საქართველოში. წარმატებები ყველას, წარმატებები კვარაცხელიას და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ. მშვიდობიანი საღამო და მადლობა გიორგის სტუმრობისთვის, აქვე ებარე მეთად დავასრულოთ. ნახვამდის ხალხმა მშვიდობიან საქართველოში და მშვიდობიან სოფლიოში, შევხვედროდით.